მივესალმები მე კაცმანის პოდკასტის მაყურებელს, მსმენელს და დამლოცველსაც ზეთ. ყველას მივესალმები. კაცმანის პოდკასტი დიდი ხანი არ ჩამიწერია პოდკასტი და მიხარია რომ გაზაფხულის მოვიდა, პოდკასტის დროც მოვიდა და გეგაც ჩამოვიდა ბოლო საქართველოში და მაქვს შანსი რომ აგერ ენტერპრენორი, თავად პოდკასტერი აღმოჩნდა და ზოგადად საინტერესო ადამიანი გეგა წურწუმია, ფეიზის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. სალამი გეგა. სალამი საშა, მივესალმები მსმენელებს, მაყურებლებს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა პირიქით შენ. ეს შორიდან კი ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ახლოდან გაცნობა ის შორიდან ცოდნას ჯობია. ხოდა მინდა რომ დაგპატიჟო ამ სივრცეში რომ გავიცნოთ ერთმანეთი, ალბათ უფრო მე გაგიცნობ ფორმატი და გამომდინარე, მაგრამ შენც თუ რამე გაგიჩნდა სურვილი კითხვის you welcome. ანუ აკوارت ღია, ეს არის საუბარი. რეალურად ჩემთვის ვიდრე რამე სხვა. სიმართლე რო გითხრა, რისთვისაც წერ ამ პოდკასტებს ვცდილობ გავიგო, რა ცნობიერება, რა აზროვნება დგას იმ ქმნილების უკან, ხშირად ადამიანებმა ქმნილებაც იციან, ზოგჯერ არ იციან, მაგრამ შეიძლება საინტერესო ქმნილება იყოს, ხოთა შორის ეგ დამემართა კონეზის წიგნს ვკითხულობდი, Good to Great არის ეგეთი წიგნი და მანდარი ძალიან საინტერესო წიგნი არის იმ კუთხით, რომ მთლიანად research based არის, ანუ არანაირი აი ეს მსჯელობები არ არის დაფუძნებული ფაქტებზე, ციფრებზე და ასე შემდეგ. და კოლინსი განიხილავდა კომპანიებს, რომელსაც substantial, ანუ მდგრადი ზრდა ჰქონდათ 30 წლის მანძილზე, მე მგონი თუ 40 წლის მანძილზე. და იქ იყო ძალიან ბევრი კომპანია, რომლის სახელის არ ვიცოდი. და გაოცებული ვიყავი, რომ სამ წიგნს ვკითხულობდი, როგორ შეიძლება ეგეთი კომპანია იყოს და მე ამის შესახებ არ ვიცოდი და მე მივხვდი, რომ მეც მარკეტინგულად ხო ხდები, ანუ ტრენდებს აყოლიებული რაღაცა ბრენდები ჩანს, რაღაც ბრენდები არ ჩანს. მაგრამ ფეიზის შესახებ განსაკუთრებით ახალგაზრდობამ კარგად მგონია, რომ იცის და შენი ბრენდი საკმაოდ ცნობილი არის ქვეყანაში და მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი. პირველი კითხვა ჩემი ესეთი არის. ამერიკაში სამხედრო აკადემიიდან ფეიზიმდე. აი ესეთი მიყვარს ესეთი რაღაცების შეკავშირებები ერთმანეთთან. როგორ გააჩინა ამერიკის Navy Academy, ხო? ანუ სანაოსნო აკადემია, ხო? საზღვაო აკადემია. როგორ გააჩინა ამის კურსს დამთავრებულმა შექმნა ფეიზი. რა მოხდა? რანაირად გაჩნდა ფინტექი აქედან. ძალიან ესეც შორიდან უნდა დავიწყო. შეგვიძლია და საერთოდ გაგეხადა. პრინციპში entrepreneurship-ი სუმიზიდავდა, ანუ რაც თავი მახსოვს, სუმიზიდავდა ადამიანები, ვინც რაღაცას ქმნიდნენ ნოლიდან და გაგიზიდავდა მაშინ. რაღაცნაირი სტატუს quo-ს დაჩელენჯება, რაღაც ერთი პერიოდი ცოტა არასწორი რაღაცებიც მიზიდავდა შეიძლება, ანუ მაგალითი შემიძლია ვთქვა არის, რომ თავისუფლების აღქმა რა, ანუ რა. ცოტა მეტი მითხარება. აი მაგალითად ის, რომ ხარ შენი თავის უფროსი. მაგრამ მე რაც უფრო დრო გავიდა, მივხვდი, რომ ეგ არ არის იმდენად ღირებული, ასე ვთქვათ, მიზანი, რატომაც შეიძლება ეს გინდოდეს რა, entrepreneurship. მოიწევს. რომელ შენ ვერსიას იზიდავდა ეგ აზრი, რომ მე უფროსი არ მეყოლება. რამდენი წლის ხარ მაგ დროს? აი ზუსტად აკადემიის პერიოდში რა. ეს არის 20, 19, 20, 21. ხო და რას ნიშნავდა შენთვის არ მეყოლება უფროსი? იმდენად ჩარჩოში მოქცეული პროცესები იყო მანდ აკადემიებში რა და რასაც თავის ძალიან დიდი ღირებულება აქვს მათ შორის, იმიტომ რომ ამ ჩარჩოში ხარ, რაღაც დისციპლინას გაჩვევენ, რაღაც წესები არის, რაღაც წესებზე საერთოდ კითხვაც არ უნდა დასვა, რატო არის და არის და ამას მიყვები. როგორც ბრძანებას?
როგორც ბრძანებას, როგორც მოცემულობას. და გიჩნდებოდა პროტესტები? კი, მიჩნდებოდა პროტესტები, ხშირად საკმაოდ. შეიძლება ყველაზე ისეთი მძაფრი პროტესტი გაიხსენო? ანუ მძაფრი პროტესტი შემიძლია გავიხსენო, პროტესტი უფრო ისეთი დარღვევა, რომელიც რაღაც სავალდებულო ის კონდა, უნდა წავსულიყავით, მოთხოვნა იყო, უნდა წავსულიყავით შაბათ-კვირას, შაბათობით თუ იყო ჩვენი უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის, ამერიკული ფეხბურთის გუნდის თამაში, უნდა წავსულიყავით ამ თამაშზე, იმითი ფორმით, მარშით და მთელი ამ 4 საათის მანძილზე ეს თამაში გრძელდებოდა, იქ ადგილზე უნდა დავსწრებოდეს. ანუ რიტუალი იყო თავისებური? კი. ძალიან ბევრი რიტუალი იყო აქ რა ზოგადად, რა რომელსაც კითხავს ვერ დასვავდი, ანუ არ მინდა, ან მინდა, ასე ვთქვათ, ამას ვერ ტყუდი. იყო შენც როგორც ერთ-ერთი ამ დიდი ორგანიზაციის ჭანჭიკი უნდა მიყოლოდი. და ნუ ერთ-ერთი თამაშზე შედარებით ჭანჭიკთან მაგ კითხვა. კი ბატონო. კარგად გიკვირდეს სადღაც. ჭანჭიკი როგორც განცდა, თუ ჭანჭიკი როგორც იერარქიის ნაწილი? სავარაუდოდ პირველ რიგში იერარქიის ნაწილი, იმიტომ რომ ამ დიდი რაღაცის ნაწილი ხარ რა. მაგრამ ამავდროულად განცდაც, იმიტომ რომ ანუ ვერაფერს ვერ ცვლი რა, იქ შენ არავინ არ გეკითხება ოს დღეში, ანუ შენ ამ პროცესის მონაწილე ხარ. შენთვის მნიშვნელოვანია რომ გითხან? კი. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ პროცესში ვიყო ჩართული. რას გაძლევს აი ეს რომ პროცესში ჩართული ხარ და შენ აზრს რო კითხულობენ, რა საჭიროებებს გიკმაყოფილებს? ერთ-ერთ ყველაზე მთავარს, რასაც ეგ პროცესის მონაწილეობა მეკმაყოფილებს, მე პირადად და ამის დანერგვასაც ვცდილობ, სადაც ვარ ყოველთვის, არის ის, რომ შევეცდები რა შეიძლება ნაკლები ინგლისური სიტყვა ვიხმარო. ხო, მაგაზე კომენტარებს გვიწერენ სულ. უყვართ კომენტარი. არა უშავს ინგლისურს თუ ახსენეთ მოსულა განმარტება დამამატოთ. ownership-ი რაც არის, ანუ პროცესის მიმართ ანუ პროცესის მესაკუთრეობა, ანუ პასუხისგებლობისკენ მიყავს ეგ როცა ownership-ს გულისხმობ თუ რამე სხვას? პასუხისგებლობა შედის მაგაში, მაგრამ უფრო შედის მიკერძოება კი არა, როგორ თქვათ, ანუ მიკუთვნება, რომ ანუ მეც რაღაცა ანუ როგორც პასუხისგებლობა მაქვს ამ პროცესების მიმართ. ასევე ვიტყვი, რომ ოკეი, ეს თუ წარმატებით გამოვიდა, მეც ანუ რაღაცნაირად ჩემი აგური ამ პროცესში დავდე. წვლილი შეიტანე? შევიტანე, კი. ოკეი. რო დავბრუნდეთ უკან მაჯზე და ის რო იწვევდა პროტესტში, რა გამოგდიოდა, რა გაგდიოდა რომ პროტესტად გამოგეხატა? ნუ ახლა დიდ ვერაფერს ვერ იზავდი, იქ ერთ-ერთი რაც გავაკეთე იყო, რომ ერთ-ერთ თამაშზე ავდექი და გამოვედი. ოკეი. თამაშიდან. და რა მოყვა? ამას მოყვა ის, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა დამინახა გამოსვლისას. მითხრა, რომ შენ ფორმით ხვდებიო, რომ რა ფორმაც გაცვია და რა ის ქონდა ნიშანი, რომ კლასელიც ვიყავი, რომ სტადიონზე უნდა იყო და რა გინდა ვაქო და ნუ შემაბრუნა უკან და მე მეორე გამოსასვლელიც ვიცოდი და იქიდან გამოვედი და მაინც დამიჭირეს და მაგას მოყვა ის, რომ ისე მაგან თუ სხვა? ისე მაგან იქაც დაგვხდა. ეთქობა შენ არ იყავი პირველი. აშკარად ყველა ხრელი მან კარგად იცოდა რა და დამიჭირეს ისევ და ნუ მაგას მოყვა ის, რომ 2 თვის მანძილზე ვერ ვტოვებდი აკადემიის ტერიტორიას და ყოველ დილით 6 საათზე უნდა ჩავსულიყავი ჩემი თი რა ქვია საპარადე თოფით სხვა დასჯილებთან ერთად და ესეთი ისევ ეხა რუსულ იმას ვიხმარ სლენგს თუ ბარბარის რომ ერთგვარი შაგაობა ერქვა, ანუ უნდა გვეარა ერთად დასჯილებს 1 საათის მანძილზე რაღაცა წრეზე ამ თოფით. დადიოდი. ნუ სხვა გზა არ იყო. ოკეი, და რა განცდა იყო რომ დადიოდი? რაღაცნაირი მორჩილების. უძლურების არ შეგიძლია შეცვალო? იმიტომ რომ იცი რა არის, ხშირად სულ კითხვას, იმიტომ რომ იქ მორჩილებას, უძლურებას და მიმღებლობას შორის აქ არის რაღაცა ძალიან
წვრილი ხაზი და ვცდილობ რომ შენ როგორ ხედავ აი სად არის ეს ხაზი შენთვის როგორ გადის ეს ხაზი უბრალოდ მე არ მაქვს მოდელი რომ სადმე სწორი და არასწორი პასუხი არსებობს მე შენი სამყარო უფრო მაინტერესებს ძალიან კარგად წავედით რა იმიტომ რომ რეალურად ესე ღრმად რო ვიფიქრო ანუ რეალურად ეგ არის რომ ამ პროცესის და ამ სისტემის ნაწილი ხარ რომელსაც რაღაც დაუწერელი წესები აქვს თან დაწერილი წესებით და კი იმ მომენტში თუ შენს რაღაცა ერთი მხრივ პასუხისგებლობასაც კარგად სწავლობ რაც ჩემთვის მაგ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგრამ მეორე მხრივ რაღაცა პროტესტი რო გიჩდება რაღაცა გაუგებარ წესებზე იმასთან არანაირი ძალა არ გაქვს იმის წინააღმდეგ და შედეგს მოიმკი რა თქმა უნდა პასუხისგებლობიდან გამომდინარე მაგრამ მეორე მხრივ გიჩდება რაღაც უსამართლობის გზნობა იყო სხვა ავტორიტეტები კიდე შენ ცხოვრებაში რომელსაც აპროტესტები აი ნუ თქვა აკადემია იქ იყო როგორც ხვდები შენთვის პროტესტი აი სხვაგანაც თუ იყო შენთვის რასაც აპროტესტებდი ვერ ვიტყოდი იმიტომ რომ ნუ მე ესე რაღაც მამა ადრე გარდამეცვალა რამდენი წლის იყო 2 წლის ნახევრის ვიყავი და რაღაც ბავშვობიდან რომ მიუყვეთ ყველა ეს ავტორიტეტის როლი ყველა ძალიან ცდილობდა ეს რაღაცა ჩემ აღზრდას მაგრამ ესე ერთი რაღაცა პროტესტი რო ვინმეს მიმართ ქონოდა ავტორიტეტის ესე არ ყოფილა გიგა მამა რო გარდაიცვალა 2 წლის ნახევრის ასაკში ამასთან მიმართებაში არ ქონია პროტესტი ხო ეს ძალიან ისეთი საკითხი არის რაზეც ეხაც კი ვფიქრობ ანუ ძალიან მიყუჩებული მქონდა ეგ ემოცია რა იმდენად პატარა ვიყავი და იმდენად მიყუჩებული იყო და იმდენად რაღაც ოჯახ შეეცადა რომ ეს ტკივილი ჩემზე არ გადმოსულიყო რომ ძალიან დიდხანს ეგ ემოცია უსამართლობის არ მქონია თუმცა ეხა ბავშვის თვალით რო შევხედოთ ალბათ რთული არის როდესაც ეხა 2 წლის ნახევრის ან 3 წლის ხარ ან 4 წლის ხარ 5 წლის ხარ ან თინეიჯერი ხარ და როდესაც არის მომენტები როცა გჭირდება ეს მხარდაჭერა და ამ ადამიანის ყოფნა შენ ცხოვრებაში რაღაცა მომენტებში ანუ საკვანძო მომენტებში განსაკუთრებით როცა არ არის ადამიანი შეიძლება ეს დანაკლისის შეგრძნება მოსულიყო ცხოვრებაში შენ გახსოვს რომ ეს მომენტები იყო თუ და რამდენად იქონია ამან შენ გადაწყვეტილებებზე კარიერაზე და იმაზე რომ ფეიზი შექმენი რამენაირი გავლენა თუნდაც სამხედრო აკადემიაში წახვედი ან თუნდაც რომ ფეიზი დააფუძნე თუნდაც ის რომ გადაწყვიტე რომ ინტერპრენიორი იყო თუნდაც ის რომ გადაწყვიტე რომ არავისზე არ იმუშაო რამენაირი კორელაცია თუ არის ამ ფაქტორს და იმ რეალურ შენ გზას შორის რომელიც მოხდა შენ ცხოვრებაში სავარაუდოდ დიდი გავლენა აქვს ამას მაგრამ იმდენად ქვეცნობიერში არის ეს გადასული რომ კარგად ამის წარმოჩენა მიჭირს მაგრამ სულ გრძნობდი რაღაც კუთხით საპორტი ყოველთვის ან მხარდაჭერა მქონდა ანუ რა მე არასდროს არ ვიყავი შეზღუდული ჩემს არჩევანში რას გავაკეთე სამხედრო აკადემია ჩემი არჩეულია ფაკულტეტი ჩემი არჩეულია კი იყო რა თქმა უნდა ავტორიტეტული ადამიანები ჩემ ცხოვრებაში ვინც რაღაც გავლენა დიდი გავლენა ჰქონდათ რა თქმა უნდა ბაბუა ჩემი მაგალითად მაგრამ რაღაცნაირი რწმენა მქონდა ალბათ რაღაც ემოციურ დონეზე საით უნდა წავსულიყო. ბაბუას ფიგურა დამაინტერესა. მომიყევი ბაბუაზე. ხო, ბაბუა არის ის ადამიანი, ვინც დღემდე ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემთვის. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ანუ თვითონ ეს მამის მამა თუ დედის მამა. ოკეი. თვითონ ტექნიკური ცოდნით ინჟინერი არის და რა ქვია ბაბუას? გურამი. ვიკითხოთ ბაბუა გურამი. კი. ხარდება მაგრად რომ მოусმეს ამას. ხო, ნუ ძალიან საინტერესო ფაქტი არის, ახლა ცოტა ისე რომ დაუბრუნდეთ კარიერულ გზაზე, იყო ის რომ აკადემიაში რომ მოვხვდი, ერთგვარი liberal arts მიდგომა იყო იქ, ანუ პირველი ფაკულტეტის ბოლოს ირჩევდი შენს მიმართულებას,
რომელ მიმართულებაზე უკვე კონცენტრაციას გააკეთებდი. სწავლების კუთხით ვამბობ მე ბაკალავრიატის და მაგ დროს ძალიან მომეწონა რაღაცა საერთაშორისო ურთიერთობები და ერთი წლის გადის უკვე და უნდა ავირჩიო ეს დიპლომატია ანუ დიპლომატია კი ჩვენ გლეხურ ენაზე დიპლომატია პოლიტიკური მეცნიერებები და ასე შემდეგ თან რამდენიმე კლასი მქონდა უკვე რა და არა და სამხედრო აკადემიები თან ძალიან გამოირჩევა თავის საინჟინრო მიმართულებით რა ძალიან ძლიერი MIT-ის Massachusetts ინსტიტუტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დონის საინჟინრო მიმართულებები აქვს და ვაგვიჩემს ურეკავდა ვეუბნები რომ მეთქი ესე თქო მოკლედ ამას ვირჩევ მეთქი რა მოუყევი რაღაცები და ნუ მანაც მითხარ ძალიან კაიო ძალიან კარგიაო საერთაშორისო ურთიერთობები დიპლომატიაო თან ძალიან კარგი ანუ ახლო მეგობრები მის ვიცნობ ძალიან მაგარი დიპლომატები არიან და ესეთი რჩევა მომცა ერთი სიტყვა მითხრა უბრალოდ ერთი წინადადება რომ იცი რა არისო ანუ მე შენ უნდა აირჩიო საბოლოო ჯამში მაგრამ მეო ერთ რასაც გეტყვი არის რომ მე მინახავსო კარგი ინჟინერისგან დამდგარი კარგი დიპლომატიო და კარგი დიპლომატისგან დამდგარი კარგი ინჟინერიო ჯერ არ მინახავსო საინტერესო ოკეი ანუ ინჟინერს სინამდვილეში ძალიან სპეციფიური მე მყავს უახლოეს ჩემი ძმაკაცი არის ინჟინერი და რა სპეციფიური აზროვნება ანუ რაღაც დეტალებზე ორიენტირებული სისტემური რაღაცნაირი ინჟინრული აზროვნება აი როგორც მე ვხედავ აი რაღაცა აი თითქოს აი სქემების ერთობლივად დაჭერა მიზეზშედეგობრივი კავშირების კარგი დანახვა და კარგი საკმაოდ სისტემური აზროვნება ეს არის ჩემი წარმოდგენა ინჟინერულ ტვინზე ხო არ დამატებდი რამის ძალიან ახლოს არის რეალურად ყველა ამ ინჟინერული ფაკულტეტის საწყისები იწყება რაღაც მათემატიკით, ფიზიკით. მერე მიდის უკვე კონკრეტული მიმართულებით ეს იქნება რაღაც ავიაციო ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია თუ სხვა, ელექტროინჟინერია და შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი მანდა არის რომ რაღაცნაირად ზუსტ მეცნიერებებთან ახლოს არის და პრობლემების ამოხსნასთან მიდიხარ. ანუ სულ მიდის რაღაც პრობლემა ამოხსნის ამბავი და ანუ ამიტომ ერთი რომ ალბათ რეალურ ცხოვრებაშიც კარგად ითარგმნება და კომპანიების აწყობაშიც ჩემი აზრით კარგად ითარგმნება, იმიტომ რომ კომპანიების მშენებლობა ყოველდღიური პრობლემების ამოხსნა არის. და გინდოდა ბაბუასავით ყოფილიყავი ინჟინერი იყო ეს ფაქტორი თუ არ იყო? გაგიგრძელებინა მისი საქმე ან რაღაცნაირი ბონდი კავშირი ქონოდა თითქოს აი ან სიამაყის შეგრძნება რომ მოგეტანა რომ ამ კაცმა ჩემი პროფესია ირჩი აი რა იყო მან რა თქმა უნდა ცნობიერად იქნებოდა ეგ ფაქტორი იყო ეგ ფაქტორიც რომ ანუ ისიც ამაყი ყოფილიყო რა მითი რა და მაგან რაღაც კუთხით გადაგაწყვეტინა ეს შენი შეიტანე ხო ამ ნივიშენ შენ თვითონ დასერჩე შენ თვითონ ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჩემ პირიქით ანუ არც ყავდა ხა ოჯახში ეს რაღაც მეორე მსოფლიოს თუ არა მიუყვები სამხედრო არავინ არ ყავდა რა და ძალიან უკვირდა ჩემებს რა რა ხო და რა იყო მან შენთვის მიმზიდველი რა დაინახე რატო ნუ პირველ რიგში ის იყო რომ მე დავამთავრე ამერიკული აკადემია გიბიზალესტანიშვილის სახელობის თბილისში და პირველი 3-4 ადამიანი ვინც ამ სამხედრო აკადემიებში West Point-ში და Navy-ში ჩვენს აკადემიაში მოხვდა იყვნენ სულ ჩვენი სკოლელები ჩემი ახლო მეგობრები ვისთანაც მერეთან ისე იყო რომ ყველა კურსდამთავრებული უფროსებთან სულ კონტაქტი გაქვს ვინ ვიღაცა წავიდა ამერიკაში ვიღაცა ევროპაში და იმდენად მათთან კავშირით რაღაცა კარგი ამბები მესმოდა საინტერესო იყო რომ რაღაცა ეს მიმზიდველი გახდა ერთი მხრივ მეორე მხრივ ხვდებოდი რომ რახანა ესე რაღაცა დისციპლინა ცხოვრებაში მჭირდებოდა ეგ საინტერესო საინტერესო ესა საიდან მოგივიდა ეს ინსაიტი რომ დისციპლინა გჭირდება 18 წლის ხარ რა საიდან წამოვიდა საჭიროება რომ დისციპლინის სწავლომიდა იცი რა იყო ანუ სულ ახ მასწავლებლებთან რაღაცა ესე სულ ეს განცდა მქონდა რომ რაღაცა საშუალო ან მინიმალური ძალისხმევით შედეგს ვიღებდი მაგრამ აი ბოლომდე არ ვიხარჯებოდი ხოლმე რა და
ნიჭიერი ადამიანების სენია, მეგრე ვიტყოდი. და მან ხდებოდი რომ მეთქი ახლა დავუშვათ მე თუ წავედი ევროპაში, რომელიც ასევე ძალიან მიზიდავდა ბევრი ჩემი მეგობარი იქ წავიდა, სადაც სტრუქტურა სწავლების რადიკალურად განსხვავდება, ანუ თავისუფალი დასწრება არის, შენს პირად დისციპლინაზე არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული, იმიტომ რომ შეგიძლია მთელი სემესტრი არიარო უნივერსიტეტში, ახლა რაღაც შეიძლება ვწდები, მაგრამ ნუ ბევრ кейსში ეგრე, ბევრ უნივერსიტეტში ეგრე იყო. და უბრალოდ მიდი სემესტრის ბოლოს გამოცდებზე ჩააბარე და თუ ჩააბარებ, გადადიხარ შემდეგ ფაკულტეტზე და ჩემთვის ეს იმდენად რაღაცა ღია ოკეანე იყო, რომ ანუ ჩემს პირად სისტემებთან არ ვიყავი კომფორტულად, რომ მეთქი მოდი აბა სხვის სისტემაში ვწდი ჩემ თავს რა. სხვისი და უფრო დიდი და უფრო დახვეწილი, როგორც მესმინება. ნუ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ასე ვთქვათ რა, ყველაზე მკაცრი თან. რა მოგცა ამერიკა? ამერიკამ და ბევრი რამე მომცა. პირველ რიგში ჩავედი რაღაც ბავშვი, ბიჭი და რამდენი წლის ხარ რო ჩახვედი? 18-ის ვარ იქ რო ჩავედი და იქ შევდექი რეალურად შემიძლია ვთქვა რომ კაცად რა, ანუ რა, იმიტომ რომ ანუ პირველად წავაწყდი, ანუ აქ რაღაცნაირად იმ გარემოში ვიზრდებოდი ყოველ შემთხვევაში მე რაღაც ანუ კი ხა ბევრი რაღაცები ხდებოდა მაგ პერიოდში საქართველოში, ხა 90-იანებში ბავშვობა მე 2000-იანები, ანუ შეიძლება სრულად რაღაცა იზოლირებულ გარემოში ნამდვილად არ ვიზრდებოდი, მაგრამ მაინც რაღაც დაცულ იმაში ხარ რა, ნაჭუჭი რა და იქ და ვიღაცა ხარ, აი ეგ სულ თან ვზდევდა ეგ, რომ ანუ აქ სულ ვიღაცის შვილი ხარ, ვიღაცის მეგობარი ხარ, ვიღაცის რაღაცა იქ სადღაც სწავლობ და იქ უცბად ჩნდები. რა თქმა უნდა, ეგ ყველგან ხდება, მაგრამ ხა ჩემი მაგალითზე რო თქვა, იქ ჩნდები რაღაცნაირი გაგებით არავინ, იმიტომ რომ არავინ არავის არ იცნობს და თავიდან უნდა დაიმკვიდრო თავი თან ჩამოსული, თან რაღაც ხო ჩამოსული, თან ძალიან დისციპლინირებული და უმეტესობა 80% ბიჭები და ძალიან 20% მოგოიბიყვნენ აკადემია. ანუ ამხელა პროცენტია? ოკეი. ძალიან საინტერესოა. არ მოველოდი ხა ამ ციფრს. კი, 20% გოგოები იყვნენ უხეშად მაშინ. სუდემი მურის ფილმი მახსენდება მაგას. ბევრი საინტერესო ფილმია, ანუ განსაკუთრებით თან საზღვაო აკადემიაზე ხა მაგალითად Top Gun-იც და Top Gun-იც. კი და A Few Good Men, მანდაც ეს სიგურისტი რო არის. შენ არ გეცოდინება, მაგრამ თქვენ კურსელები მოფრინავდით სავარაუდოდ აკადემიიდან თბილისში, სავარაუდოდ მიუნხენით. და მე მიუნხენის აეროპორტში თქვენ გეცვათ ისინი რაღაც მაისურები, მიუხვდი რომ თქვენ საზღვაო ხო რაღაც ფორმები გეცვათ თუ რაღაცა გეცვათ. ანუ ამითი მიუხვდი რომ თქვენ აკადემიის სტუდენტები ხარ სამხედრო აკადემიის და ქართულად რო დაიწყეთ საუბარი, ეგეც რაღაცნაირად ხო იცი ამერიკული ფორმა, ამ დროს რაღაც ქართული საუბარი, რაღაც ანუ მახსოვს მე სადღაც აღარ მახსოვს რა საბაბით ვიყავი პირად ამბავზე თუ სამსახურის ამბავზე, მაგრამ ჩვენ გვიფრენია ეს ერთად თქვენ მიუნხენიდან და ვიფიქრე რა მაგარია თქო, ანუ კი პირველი წლის მანძილზე არ შეგიძლია ფორმის გარეშე უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვება, ამიტომ შეიძლება ეგრე იყო. ოკეი. ანუ პირობა იყო, რაც დადებული ხართ. აჰა, შენ დისციპლინა. სხვადასხვა მაინტერესებს, როგორ გამოგადგა დისციპლინა ბიზნესში? ანუ და საერთოდ ეს დისციპლინა, რომელიც აკადემიიდან გამოიტანე, პროტესტი, რომელსაც ისწავლე, როგორც მე მესმინება, თითქოს შენ ამ აკადემიაში ისწავლე ამ პროტესტის მენეჯმენტი შენში. ანუ გინდა მიღება დავარქვათ, გინდა დამორჩილება თუ მორჩილება დავარქვათ, რაღაცა ისწავლე, რაღაცა კოპინგ, ანუ რაღაც გამკლავების მექანიზმი გაქვს. ეს როგორ გამოგადგა ბიზნესში? შეგიძლია ორი სიტყვით მითხრა, ანუ აი ეს უნარები როგორ შეძელი რეპლიკაცია გაიკეთებია ამ უნარების ფეიზში? რო გითხრა პირდაპირ გადაითარგმნე თქო, ანუ და არასწორი იქნება რა და პირიქით. რადიკალური ის მოხდა ჩემთვის, ასე ვთქვათ, მთელი ჩემი წარმოდგენების დანგრევა და გეტყვი რატომ. აი ეს 18 წლიდან მოყვა, 18 კი უფრო ადრეც დავიწყო, ანუ
რაღაც სკოლა აქვს, მე ეგრევე შესვენების გარეშე პირდაპირ მაისში მოვჭი სკოლა 18 წელს. მე ეგრევე ივნისში დაიწყო სამხედრო აკადემია, მე 4 წელი ეგ, მე ჯარი, მე რაღაც სამსახური ამერიკაში, მე ჯარი და მე ანაკლის პროექტზე მუშაობდი, ანუ ჯარიდან პირდაპირ მან გადავედი ჩემი მიმართულებით, საინჟინრო მიმართულებით და მე იყო ფეიზი, რაც დავიწყეთ. ამ პროცესში ბევრი რაღაც ხდებოდა, მაგრამ ანუ რისი თქვა მინდა, რომ სადაც 27 წლამდე ვიყავი, სულ ესე ხსნი იყო სწორედ ჩემ თავთან, რომ სულ ხვის ასე ვთქვათ სტრუქტურაში, ანუ ხვის მიერ აწყობილ სვის თამაში ვიზახე მე. სვის თამაში, კი, თამაში კარგი ის არის, რაღაცა ჩარჩოებში რა, ანუ რა და იქ რაღაცა წესები იყო, ხო, რაღაცა ზოგან უფრო დისციპლინირებული, ზოგან მე დისციპლინას მოითხოვენ, ზოგან ნაკლებს და ძალიან მიმაჩნდა, რომ მეც ეს რახან ამ პროცესს გავდივარ, ესე იგი მეც მაქვს იგივე დისციპლინა, არ ვიტყოდი იგივე წესები შეიძლება რა. და ეს რო წამოვედი და უკვე პირველი დღეები იყო, რომ ვიწყებდით ფეიზი არც ერქვა საერთოდ, რასაც ვიწყებდით და სრული თავისუფლება მქონდა. მე ამას კიდე პანდემიას დაემთხვა და სალაკე საკითხი არის, უცბად დამენგრა საერთოდ წარმოდგენა ჩემს დისციპლინაზე. რა მოხდა? მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო, ანუ რა ის რაშიც ვიყავი რა, და ეს ჩემი არ იყო ისო პროტესტის გამო კი არა, ანუ მივხვდი, რომ ანუ ოკეი, რაღაც ანუ დილით ვდგები ადრე, არ ვდგები ადრე და უშუალოდ ანუ რო აღარ იყო სტრუქტურა, რო აღარ იყო სრულ თავისუფალ ვარდნაში ვიყავი და ჩემით უნდა ამეწყო ხა ეს, რომ რა იყო ჩემთვის ყველაზე ღირებული და ნოლიდან დავიწყე რეალურად აწყობა და ეხაც ამ პროცესში ვარ სიმართლე გითხრა რომ ანუ ერთ-ერთი მე პროცესის ხოვრების ბოლომდე მგონია სინამდვილეში შერასაც აღწერე ხა. აი ერთ-ერთი სანამ დავიწყებთ რომ საუბრობდით რომ ანუ ის მაგალითები კარგი არის რომ ანუ ერთ-ერთი კარგი რასაც ვაწყდები ხოლმე რაღაცა X Twitter-ზე არის ხოლმე ეგეთი ის რომ ანუ ინგლისურად ვიტყვი nobody has it figured out ანუ ყველა რა ასაკშიც არ უნდა იყოს ცდილობს რომ ეხლა გამოარკვიოს რა ანუ რა მართლა ეგრე არის რა ვიღაცა შეიძლება გონია რომ რაღაცა Elon Musk-ი ან ვიღაცა ყველაფერი ისე აქვს რა ანუ რაღაცა შეიძლება აქვს მაგრამ ანუ სულ ამ პროცესში ხარ სინამდვილეში რა ანუ რა და რაღაცა ცდილობ, ნახულობ და მე რა აკორექტირებ. ეგეთი კითხვა გამიჩნდა მე მჯერა რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ფიგურები თანამგზავრებს ვეძახი ამ ცხოვრების გზაზე რომლებსაც ძალიან დიდი ზეგავლენა ზოგიერთ მათგანს აქვს დიდი ზეგავლენა ჩვენზე მის გახვდით ჩვენ დღეს მე გავიგონე რომ ბაბუა იყო ეგეთი ვის დაასახელებდი ვინ არიან ის ადამიანები ვინც აი შენ handcrafting-ში აი რო წარმოიდგინე რომ ნაკეთობა ხარ რა ანუ ვინც ამ ნაკეთობაში თავის წვლილი შეიტანა ვინ არიან ეგეთი ადამიანები შენ ცხოვრებაში ვის დაასახელებდი ნუ დედა ჩემი ბაბუა ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრებმა ძალიან დიდი წვლილი ითამაშეს მაგრამ ამავდროულად და რანაირია ეს წვლილი შეიძლება ძალიან მოკლედ მითხრა ნუ აი ძალიან მოკლედ რო ვთქვა ამერიკულ აკადემიასაც მივაბა ამას იმიტომ რომ კრიტიკული აზროვნების საშუალება მომწეს რა ამერიკულ აკადემიაში თან რო გადავედი ამერიკულ აკადემიას ეგეთი ძალიან მაგარი კონცეფტი აქვს ჰარკნესის მაგიდა ქვია ანუ მასწავლებელიც და სტუდენტები ზიან გვალმაგიდასთან ყველა თანაბარია ასე ვთქვათ რა და იქ მაქვს ეს მაგიდა ნანახი ორი ჩემი შვილი სწავლობს ძალიან მე ძალიან ბევრი რამ მომცა რა და ამ სკოლამ და ამ მაგიდამ და ეს მაგიდა სახში ძალიან კარგად გადმოითარგმნა და ანუ ჩემებმა ძალიან კარგად მიიღეს და სულ აი დამოუკიდებლობა საკმაოდ ადრეული ასაკიდან ეს კრიტიკული აზროვნებაც არის და ეს რაღაც თანაბარი შესაძლებლობას ხო არ არის რომ მაგიდასთან აი ყველა რაღაცნაირად ესე კი მონაწილე ხარ ისე რომ დაუბრუნე მონაწილე ხარ ოკეი კიდე მე გახსენდება ეგეთი კიდე ნუ ესე არც არ მithქვამს მაგრამ ნუ ბევრი ადამიანი შემიძლია ჩამოთვალო მაგრამ ახლა ორ ადამიანს გამოყოფ ისე ბიზნესს დაუბრუნდეთ ახლა მამა ჩემი რომ არ იყო ნუ რაღაცა უყურებდი ჩემი ძმაკაცის მამებს რომლებმაც ჩემთვის
საკმაოდ დიდი წვლილი ითამაშეს რა, როგორც მაგალითები რა, ანუ რა ვინ იყო ყველაზე ისეთი კაფეო მაგალითი? ისო ბიზნესიდან ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ორი ადამიანი ჩემთვის, ანუ სულ ბავშვობიდან კაფეო მაგალითები იყვნენ რა, ესენი იყვნენ მამუკა ხაზარაძე. იმიტომ რომ მე და ნიკუშა ერთად გავიზარდეთ პირველი კლასიდან. და მამუკა ჩემთვის ძალიან ის იყო, რომ ანუ აი ბიზნესის ამწყობი, აი წარმატებული ბიზნესის კი არა, ბიზნესების ამწყობი რა და სულ კითხვა მქონდა, რომ როგორ და რა საკეთებს და რაღაც. მეორე მინდია საბანაძე. მე და ან ჩვენ რაღაც ერთ სამეგობრო ვართ, რომელიც ძალიან ბავშვობიდან მოვდივართ და ამ ადამიანებს ჩვენზე ყველაზე ძალიან დიდი შეიძლება ვერც ანალიზებენ ამ ხელა იმპაქტ როგორი გავლენა. ისურვებდი რომ მათი პოდკასტი მოგესმინა გინ მინიას და გინ მამუკასი. კი, რა თქმა უნდა. კი, ანუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესეთ ანუ იმხელა რაღაცეები ააწყვეს თავისი ხელით ამ ადამიანებმა, რომ ჩემი აზრით საჯაროდ რო იყოს გაზიარებული რაღაც მათი მაგალითები, ძალიან კარგი შეიძლება იყოს ვიღაც დამწყები ბიზნესმენისთვის თუნდაც. შენ ფეიზის გადმოსახედიდან შენ თავს მამად გრძნობ? მამად, ხო, კაი კითხვა. ძალიან კაი კითხვა. ხედავ რო არ გიფიქრია მას. ეხა დაფიქრდი. კი. რას გეუბნება მე? აი პირველი უფრო მომდის რომ ძმად გრძნობ რა, ანუ რა. ოკეი. ან თანაბარი, ან ეს არ არის. პროცესთან, ხო, რა, ანუ. ოკეი. ხო, იმიტომ რომ ქმნილება და ქმნილებასთან მიმართებაში როგორი ანუ ხო, შენთვის ძმა? ხო, იცი რა არის, ანუ მაგაზე სხვა კუთხით მიფიქრია. და ამ პროცესს ეხაც გავდივარ და სულ არის ეგ პროცესი, რომ ანუ შეიძლება სხვა ადამიანებს სხვანაირი წარმოდგენა აქვთ კომპანიების მიმართ, მაგრამ იმდენად მე ყოველ შემთხვევაში დამჭირდა ძალიან დიდი მჭირდება, ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ არ გავაიგივო ჩემი თავი კომპანიასთან რა, იმიტომ რომ ძალიან მარტივია, რომ ეგ მოხდეს. და ეგ რო ხდება, მე მიშლის ჩანსაღად პროცესების შეფასებისთვის რა. და ამ გაიგივების დროს რა ხდება, საზღურები იშლება, ანუ სად იწყება კომპანია, სად თავდება და სად იწყები შენ? კი. და ემოციური იმხელა მე პირადად იმხელა კავშირი მიჩნდება, რომ მე რაღაცას პირადად შეიძლება მივიღო, რაღაცა შეიძლება ჯანსაღად გადაწყვეტილება ვერ შევაფასო, იმიტომ რომ ემოციურად დაბინდული მაქვს სხვარი, ან გვერდიდან კი არ უყურებ პროცესს, არამედ ანუ ცოტა ვიწრო ის მიჩნდება რა. ტუნელურ აზროვნებაში მიჩნდება. ხო? ანუ რეალურად, ხო, რა საინტერესო არის? ანუ რეალურად თუ არ შეიძლება რომ ბიზნესი გაანცალკეო, როგორც მე მისმინება, რასაც შენ ამბობ, შეიძლება ბიზნესთან დაკავშირებული პროცესი პირადად მიიღო. კი. და ანუ ბევრი რაღაცა, ანუ ყველაფერი ურთიერთობები არის საბოლოო ჯამში რა, ანუ რა და ნუ იქ რაღაცა შეჯიბრია, იქ რაღაცა და უშუალოდ ანუ ვიღაცა თანაშრომელი მიდის, ვიღაცა ცუდს ამბობს, ვიღაცა ცუდ იმას წერს, რა ქვია, რეკომენდაცია შეიძლება ვიღაცას რაღაცა. სულ ეს მოძრავი პროცესია და ემოციურად თუ რაღაცნაირი ბალანსი არ გაქვს, ძალიან დიდი ტალღები არის რა, ანუ ისე ძალიან დიდი ტალღები არის, ანუ ემოციური და კი, შენ დედის ერთა. კი. მეც იმ დედის ერთებზე რომ ამბობენ ის სპეციფიური ცოტა მეტი ეგოცენტრიზმი, ცოტა მეტი მე, ცოტა მეტი, იმიტომ რომ ნუ არ ყავს კონკურენტი, ხო? ანუ რეალურად არის ეგრე შენ ადასტურებ ამ დედის ერთის როგორ თქვა დამახასიათებელ ნიშნებს პასუხობ თუ აკადემია მოკლიბა ეგ. ანუ მაგის მიერ პროტესტი მქონდა ყოველთვის, ანუ ამიტომ მიმაჩნდა რომ არა. ანუ არა, მაგრამ ნუ ბევრმა რაღაც საკითხებში რა თქმა უნდა ეგრე არის რა, ანუ აი ისე გვერდიდან რო უყურებ შენ თავს და ვიღაც ადამიანები გეხმარებიან მაგის აღქმაში, ვისთანაც დიდ დროს ატარებ, ხვდები რომ კი
შენი მე უპირატესი არის, ანუ ეგოს კუთხით რა, ანუ რა და მაგას ვერ აანალიზებ პროცესში. თვითონ კითხვა დავსვა. ხო არ მომხდარა იმიტომ რომ შენი გზა, მოდი ესე ვთქვათ, კლასიკურად არ განვითარდა, მე მამარო ადრე წავიდა ოჯახის ხრიდან ზედმეტი კომპენსაცია, ზედმეტი ზრუნვა ხო არ იყო გადმორთული, იმიტომ რომ აი ეს ნაწილი არა აქ და მოდი აი ხო არ გზნობდი ამას. თუნდაც დედის ხრიდან, თუნდაც ბაბუის ხრიდან. კი, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობდა რომ ეს დანაკარგი შეევსოთ რა. იმას შენთვის მისაღები იყო ეშევსება. ეხლანდელი გადმოსახედიდან, ანუ პროტესტი მაგის მიმართ არასდროს არ მქონდა. არ ქონდა. ანუ იღებდი ამ ზრუნვას და კი. შენ ახსენე მეგობრების მამები, რომელიც იყვნენ შენთვის როლ მოდელები. კიდე ვინ იყო ეგეთი საინსპირაციო მაგალითი შენთვის ვინ გაინსპირირებდა? საერთოდ კიდე ფილმებიდან გიშება პერსონაჟები შეიძლება მაინტერესებს ვინ და რა ასაკში გახსენდება შენ აი საინსპირაციო ხატები, ხო? ანუ ვინც ჩვენ გვაინსპირირებს და ვისაც გვინდება რომ დავემსგავსოთ. ისევ შეიძლება ჩემი წინა კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ანუ მაკედან გამომდინარეობს, მაგრამ ეს ხატები არ ზამყოლია რა, ანუ არც ფილმებიდან სიმართლე გითხრა. უფრო რაღაც პრაქტიკული ტვინი მქონდა, რომ ვისაც ვეხებოდი და ვხედავდი, ის მაინტერესებდა რა, ანუ რა, ანუ ვიდრე სადღაც და ეგ მერეც დაირღვა ჩემთვის ძალიან კარგად და სად დაირღვა? სად დაირღვა და ნუ რა დაირღვა ჯერ ეგ თქვა, ის დაირღვა რომ ეს ყველა ადამიანი, ასე ვთქვათ, ყველა ჩვეულებრივი ადამიანია. ყველა რაღაც იძინებს, იღვიძებს, ჭამს, სვავს და ასე შემდეგ და ეგ ბარიერი დაირღვა მაშინ, როცა ჩვენ ფეიზი მოვხდით ყველაზე პრესტიჟულ აქსელერატორში, Y Combinator-ში, რომელიც გაიარეს Stripe-მა, Airbnb-მ, Dropbox-მა, ანუ ძალიან ბევრმა წარმატებულმა სტარტაპმა და იქ რო გავიცანით ეს ხალხი, Airbnb-ის დამფუძნებელი Brian Chesky დახურულ გარემოში სულ ეს დამფუძნებლები იყვნენ სხვა კომპანიების და რომლის რაღაც ამ კომპანიების ერთად ღირებულება 800 მილიარდს ცდება. და ამ დახურულ გარემოში ყველა ძალიან უშუალო იყო. და ახლა მაგალითად Stripe, რომელიც ჩვენთვის ძალიან ისეთ სამაგალითო კომპანია არის, fintech-ში შეიძლება ითქვას რაღაცა ნომერ პირველი მსოფლიოში, მის დამფუძნებლები, ძმები პატრიკ და ჯონი რო გავიცანით, აი რაღაც რო გაიგეს ჩვენც იგივე ინდუსტრიაში ვიყავით, აი როგორ რაღაც თქოს იცი რომ ჩვენ შეგვძელითო და ყველა ანუ ყველა შეძლებთო რა რაღაც საუბარში რაღაც fintech დამფუძნებლებს გველაპარაკებოდნენ fintech კომპანიის და ანუ ძალიან ჭკვიანი ბიჭები არიან და 18 წლისები იყვნენ ჰარვარდიდან და MIT-დან წამოვიდნენ და პირველი კომპანია გაყიდეს. ანუ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მაგათ რა, მაგრამ ამით რაღაც ბარიერი დაინგრა, რომ ანუ რაღაც ჩემი არის ტიპია რა, ანუ რა ამან თუ შეძლო მე შევძლებ რა და აი ეგ ის რო ბარიერი რო ინგრევა, მე რაღაცნაირად თვითწმენა კიდევ უფრო გეზედება რა. ხო და მეც მინდა რომ აი ხა გეგას რო უყურებს ვიღაცა ახალგაზრდა მაგასაც მოვიდეს ფიქრი რომ გეგას თუ გამოვიდა მე შევძლებ. ძალიან მინდა რომ ესე მოხდეს და მე ოდესღაც ის სხვა პოდკასტში რო იждდება თქოს აი გეგას და კაცმას რომ მოусმინე მაშინ იმანი მოქმედა ჩემზე და მეც გადავწყვიტე რომ მე შევძლებო. არ რაღაცნაირად ეგეთი მომავალი დავკრავდე. ხო, ანუ მაგაზე ერთ რაღაცას ვიტყვი, ანუ მე არაფერი არ გამოსვლია ჯერ და არც ვიცი რა გამომივა, მაგრამ რაღაცას უცდილობ და გამომივიდაზე არ უნდა იყოს არავინ ორიენტირებული, იმიტომ რომ ის რაღაცა ეთეინ, ანუ მიაღწევ თუ არა არიცი რა და ანუ თუ რაღაცნაირად პირველ ნაბიჯებს დგავ, მე რაღაცა გამოდის და შეიძლება ის არ გამოვიდეს საერთოდ რაც გინდოდა და სულ სხვა რაღაც გამოვიდეს რა. ანუ და ეს რაღაც perpetual ეს არის რა ქვია, სულ მუდმივი ციკლი არის, რომ ანუ ამას ცდილობ რაღაცა გამოდის და სადღაც ეს ყველაფერი მიგიყვანს. მაგის მჯერა მე რა. ხა შენ ფინტეკური არის სტარტაპ ეკოსისტემა ახსენე. პრინციპში შენ პირველი ხარ ჩემ პოდკასტში, ვინცაც კლასიკური ესეთი სტარტაპული გზა აქვს თავის აქსელერატორებით გამოვლილი. ამიტომ
ოდნავ მინდა შევეხო ამ ეკოსისტემასაც რეალურად და კითხო როგორი იყო ეს გზა შენთვის ჯამურად რო შეაფასო ან სტარტაპიდან დაწყებული აი ამ ეკოსისტემასო შეეხე ჩვენ ძალიან შორსა ვართ ამ როგორ ვთქვა ეპიცენტრისგან მოდი ესე ვთქვათ არ ვიცი მე ხა გარედან ვაფასებ შიგნით პროცესში მონაწილე არ ყოფილვარ და მე მახსოვს ერთი უნდა გავცე არ შეიძლება ვერ ვითფე ისრაელმა დააფინანსა ქართული სტარტაპერების წასვლა მოკლედ ეკოსისტემაში 2015 წელს იცი ხო ეგ ამბავი და უნდა შენ არ ყოფილიყარ ხო და მე ვიყავი მან როგორც საქართველოს ბანკის აქსელერატორის როგორ ვთქვა დამფუძნებელი თუ შემქმნელი თუ კომისიის წევრი თუ რაც ვიყავი მოკლედ იმ მომენტში მე და დათო ბირმანი ვიყავი და იყვნენ ქართული სტარტაპერები წარმოდგენილი ზოგი იყო სტარტაპერი 10 წელი რაც არ მესმოდა როგორ შეიძლება სტარტაპერი იყოს 10 წელი ну მოკლედ რაც შეძლეს რომ შემოეკრიბათ იმ მომენტში ანუ 10 წლის სტარტაპი 8 წლის სტარტაპი და უკვე არ 100 წლის სტარტაპი ყველანაირი სტარტაპი მიხარ ბოლოს იგივე ყავარჯდებით ჩავედით ეს თავისთავად მეცილება რომ ახსენებდა პროგრამა ძალიან კაი იყო და სხვადასხვის მინდა გაგიზიარო რომ სტარტაპ ეკოსისტემისგან რაღაცები ვისწავლე მე რაც დავაიმპლემენტირე ბიზნესში აი რამოდენიმე მაგალითს გეტყვი პირველი ვისწავლე რომ ყველაფერს ყიდის თაითლი ხა PR-ში და მარკეტინგში მანამდე ყოფილვარ და გამიგია გაგება მაგრამ ის რომ ინვესტორი რეალურად ორ ამეს უყურებს რომ თუ შეუძლია თაითლით ადამიანმა ბიგ აიდია თავის ბიზნესის გადმოსცეს პირველი უყურებს ამას და მეორე უყურებს იმას რომ ესენი გამკეთებლები არიან იმ იდეის რაც ახლა წარმოადგენენ არ თუ რამეში ის რა ქვია სტები ჩემ ჯაჯმენტში შეგიძლია ძალიან კაი შეჯამება ხო მეორე აი თუნდაც ელევეითორ პიჩი ხო აი ეს ლიფჩი საუბარი თუ რაც ხო ქვია ამას ხო ინვესტორს ელაპარაკებს და მის თავის სართულზე ადის აი ამ ყველაფერმა სხვადასხვის რაც მან ვისწავლე დავაიმპლემენტირე მე ეგრევე ბიზნესში ანუ გადმოვიტანე ეს პრინციპები იმდენად მომეწონა და მე მივხვდი საიდან გაჩნდა ეს agile ხო ან დიდი ორგანიზაციები ეგეც უნდა ვახსენო რომ დიდ ორგანიზაციებს მე გაუჩნდათ სურვილი რომ ეს მოქნიობა ესწავლათ სტარტაპებისგან და პატარა რო ხარ მოქნილი როგორც არ უნდა იყოს მოქნილი ხარ იმიტომ რომ ცოტა ხალხი ხართ იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს და მოქნიობა გაცილებით დიდია და მე ორგანიზაციული შემოდის იერარქია, ბიუროკრატია, 1000 სისტემური გადახრა. არაფერი ცუდი თავისთავად არის ბიუროკრატიაში და იერარქიაში არ არის სანამ ის ჯანსაღია, თუმცა ისეთ ფორმებს ერთ-ერთ კომპანიას ვემუშავებოდი, ხეთიკიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ თავისთავად და workshops უტარებ და ვერაფრით ვერ ხვდები თუ როგორ ვაკეთებთ ბიუროკრატიას. აი ვერაფრით ჩვენო ბიუროკრატიული კომპანია არა ვართო და მე ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოიტანა მიმოწერა. ეს მიდინარეობს 3 თვეა. აი მიმოწერა. ესე იგი სისიში არის ერთი 200 კაცი. და 3 თვეა წერე რაღაც საკითხზე ერთმანეთს და ვერაფრით ვერ ხვდები თუ ბიუროკრატიას როგორ ვაკეთებთ. ნუ მაგალითისთვის ვიწახე რა და უბრუნდები მაგას ისრაელის მოგზაურობაზე შემიძლია ორი სიტყვა თქვა. კი. მე არ ვიყავი მაგ დროს ჯერ კიდე ამერიკაში ვიყავი, მაგრამ ბევრთან მეგობრობ დღეს, ვინც მაგ პროგრამაში იმაზე იყვნენ, მაშინ ისრაელში თქვენთან ერთად იყვნენ. ბევრი დღემდე სტარტაპერია, ეგ კარგი ამბავი შემიძლია გითხრა, ამიტომ ეგ ანუ აგრძელი ყავარჯდების საქმე გრძელდება, ხო? კი, ამიტომ ეგ არის სენ. ოღონდ სხვა სტარტაპები აქვს ალბათ დღეს. ან იგივე სტარტაპებიც მათ შორის, ან სხვა სტარტაპები. კი, მაგრამ არიან ინდუსტრიაში, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და მე ვამბობ, რომ ეგ იყო დასაბამი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის. ანუ მე არ ვიყავი მაგის მონაწილე, მე საკმაოდ 3-4 წლის მერე შემოვერთდი, მაგრამ მაქედან იწყება ქართული სტარტაპ ეკოსისტემა. მანამდე იყო ტექ ეკოსისტემა, უფრო ტექ ხალხი, ვინც სხვადასხვა იმეებში, რა ქვია, ორგანიზაციებში, ან ბანკებში, ან სხვადასხვა კომპანიებში, სადაც ტექ ხალხი საჭირო იყო, იქ მუშაობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ აი App Store-ის გაჩენიდან პირველი ტექ
კომპანიები გაჩნდნენ საქართველოში, ვინც აპებს წერდნენ, აპლიკაციებს და აი 2015 ლენკოს როგორც ჰქონდა და 2015-ში ეგ პროგრამა რო იყო, მე ჯიტა მალედვე დაფუძნა და ხა ჯიტასაც თავისი ის უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ჯიტამ გააჩინა პირველი კლასი ტექ დამფუძნებლების საქართველოში. რატო, რო ვთქვათ, არის ის, რომ გაჩნდა ადამიანები, ვისაც მინიმუმ 1 წლით მიეცათ საშუალება, რომ რაღაცა დაფინანსება მოეზიდათ და როგორც რეალური კარიერის გზა, რომ 1 წელი მაინც გეცადა რაღაც სტარტაპის აწყობა, გაჩნდა შესაძლებლობა. ნუ კაპიტალი მანამდე არ არსებობდა, რომელიც მიდიოდა ესე სტრუქტურიზებულად სტარტაპებში. ხო, და რამდენად არ ვიცი, შენი შეფასებით, რამდენად დგრადი არის ეს ეკოსისტემა თუ უფრო ფასადურია? ანუ იმიტომ რომ ტრენდია და იმიტომ რომ მოდაში ვართ და იმიტომ რომ უი სტარტაპ რაღაცა ეს ეკოსისტემა დგრადი რო გახდეს, ან რა ჭირდება რომ გამდღრადეს? მithumetes შენ გაიარე რაღაც სტეპები, ხო? ანუ ეს მთელი სტარტაპ ეკოსისტემა ეს არის სარისკო ან ბიზნესები შედარებით თქვა, რო ითქვას, ანუ რა და venture capital-საც ეძახიან, risk capital-ს ეძახიან რა ამერიკაში და ესეთი კაპიტალი არის უფრო მეტი საჭირო, ანუ იმის აპეტიტი, ანუ რა მოთხოვნილება არის, რომ ბიზნესში გაჩნდეს, რომ მოდი გავრისკოთ კაპიტალი ისეთ ბიზნესებში, რომელსაც ალბათობა წარუმატებლობის მაღალი აქვს, მაგრამ იმის ალბათობა, რომ დაუშვათ ერთი გავარდეს, შეიძლება დაბალი არის, მაგრამ ის თუ გავარდა ძალიან დიდი ამონაგები შეიძლება ქონდეს. ამიტომ ეს ინდუსტრია რატო არის ამერიკა მოწინავე, ხო? იმიტომ რომ რისკის მიმართ ყველაზე დიდი ესე აქვთ, რა ქვია, მიმღებლობა ამ ქვეყანას და ყველაზე დიდი კაპიტალი მიდის ესეთ სხვა ქვეყნებთან შედარებით. საშუალო სტატისტიკურად რამდენი პროცენტი ცოცხლდება? ანუ სადღაც 1 არის, მე სადღაც 3 წელი. 100 venture capitalist ფონდების სტრატეგია არის შემდეგი: 100 ინვესტიციას თუ აკეთებს, ესე თulis, რომ 100-დან ერთმა შეიძლება გაამართლოს. და იმ უნდა გამოისყიდოს ყველაფერი. ანუ ყველას უნდა კონდეს იმის მასშტაბი ინდუსტრიულად, რომ დანარჩენი 99 თუ საერთოდ გაფეილდა და ანუ საერთოდ გაუქმდა ეს კომპანია. იმ ერთმა ამოისყიდოს და შესაბამისად სტატისტიკაა, მარტივი სტატისტიკაა, ხო? ანუ რაც მეტი სტარტაპი გაქვს, ალბათობა იმის, რომ ის ერთი ყავდეს ქვეყანაში, უფრო მეტი არის. შესაბამისად, საქართველოს ისიც პატარა ქვეყანა არის, ცოტა სტარტაპებია და უნდა წავახალისოთ, რომ მეტი და მეტი ადამიანი წავიდეს ამ ინდუსტრიაში, რომ ეს რეალური გზა არის, კარიერული გზა არის რა. ერთ მომენტში შენ ახსენე ფეიზი, ანუ მოდი ესე ვთქვათ, მე უყურებ როგორც ქმნილებას და ქმნილებას განვასხვავებ ავტორისგან. ანუ ჩემთვის რავი, ინტერპრენერმა შეიძლება ბევრი ქმნილება შექმნას, ამიტომ ქმნილება ჩემთვის არასოდეს არ უდრის, როგორ ვთქვა, შემქმნელს. შემქმნელია, ქმნილება არის. მაგრამ ეხა რაღაცნაირად მან მინდა ეხა მივიდე ქმნილებაზე. ხო, ქმნილებაზე, რომ საიდან გაჩნდა ეს იდეა, რატომ ფინტეკი საერთოდ თითქოს არაფერი შენ ცხოვრებაში არ საუბრობს იმაზე, რომ შენ რამენაირი გზა გიწევს ფინტეკისკენ, შეიძლება ერთი მამუკას ფაქტორი იყოს აქ, მაინც ბანკირია და რაღაცა თემა იყო, რომ ეგება იქეთ რაღაცა გრავიტაცია იყო და გიზიდავ და არ ვიცი. მაგრამ მოდი ბარემ ჩემ გესინგს ჯობია შენ კითხები და როგორ მოვიდა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მოვიდა ცდებით, ბევრი ცდებით რა. ანუ მე და ჩემი თანადამფუძნებლების ერთად დავიწყეთ კომპანია. სანამ იმ ვერსიამდე მივიდოდით ფეიზის, რაც დღეს რაც არის ის საერთოდ სხვა იყო 4 წლის წინაც, როცა დავიწყეთ, ანუ ესეც მაგას ვამბობ, ანუ ძალიან ცოცხალი ორგანიზმი არის და ხვალ შეიძლება სხვა იყოს საერთოდ რა, რადიკალურად რა, მაგრამ ანუ გაშვების დღეს რაც იყო, მოდი ეგრე დავარქვათ, მაგ ვერსიამდე მივედით რაღაც სხვადასხვა ცდებით რა, ანუ რა ჯერ სრულიად სხვა ვიცოდით რომ ერთად რაღაც დაწყება გვინდოდა, იმიტომ რომ დავიწყეთ რაღაცაზე მუშაობა, სრულიად სხვა. რატო მოგინდათ ერთად რაღაცის შექმნა? იმ წუთას ძალიან ერთ ტალღაზე ვიყავით რა, იმ პერიოდში რა, იმიტომ რომ რაღაცა ერთი ინტერესები გქონდა
ტექი ორივეს ძალიან გვაინტერესებდა ის სხვა კუთხიდან იყო უკვე ჩართული რა კუთხიდან თვითონ იყო უკვე რაღაცა კომპანიაში დამფუძნებელი რომელიც რაღაცა პროგრამულ უზრუნველყოფას არ ვითარებდა და მაგ პერიოდში დავიწყეთ რაღაცებზე საუბრები და ამ საუბრებმა და რაღაცა ჯერ ერთი პროდუქტი ვცადეთ რაღაცა ისე ვერ ჩამოყალიბდა პრობლემა ვერ ვიპოვეთ რეალური მეორე ვცადეთ მე იმას გავუჩნდა რაღაც იდეა და იმის გარშემო დავიწყეთ პროდუქტის განვითარება ჯიტაზე გავედით პირველად ვერ ავიღეთ გრანტი და ძალიან კარგი იყო ეგ იმიტომ რომ მივხვდით რომ რაღაც ჩვენ მოგონილ პრობლემას აგვარებდით და ვერც ხვდებოდით რას აგვარებდით ანუ რაღაცა უტოპიურ იდეასთან ვიყავით რომელიც საინტერესო ჟღერდა მაგრამ რომელი წელია ეს არის 19 და იქ ჯიტასში გავიცანით საინტერესო ჟიური რომელმაც ძალიან კარგად შემოგვილაწუნა სახეში რეალობა რომ ეს საერთოდ ვერ ხვდებოდით კარგად კლიენტი ვინ იყო ანუ მაგდონეზე იმიტომ რომ მხრივ რაღაც იდეაზე მუშაობდით ფინტექში რომელსაც ორი მხარე ყავდა და რთული იყო ჩვენთვის ჩამოყალიბება ვინ უნდა ყოფილიყო კლიენტი რა მაგიტომ ყოველთვის ჯობია ჯერ რაღაც MVP ასე ვთქვათ პროდუქტი ააწყო გატესტო პატარა საზოგადოებაზე და გაიგო მოხმარებლებთან ურთიერთობა ცადო და მეერე ცადო ან გრანტის აღება ან ინვესტიციის აწევა იმიტომ რომ ზუსტად გესმის ვის ემუშავებს ზუსტად თუ არა წარმოდგენა მაინც და ამ ცდებში მივედით რაღაც კონკრეტულ პრობლემამდე რომელიც იმ წუთას ეს არის 19-ის ბოლო 20-ის დასაწყისი როგორ მიხვედით ამ პრობლემამდე რამე კონკრეტული ინსაიტი საიდან მოვიდა ინსაიტი მოვიდა იქიდან რომ მაშინ გაეშვა რამდენიმე მარკეტპლეისი ონლაინ პლატფორმა სადაც სხვადასხვა მოთამაშეები იყვნენ ანუ შეიძლება ყოფილიყო ეს პლატფორმა სერვისის ან პროდუქტის მიმწოდებელი და მეორე მხარეს მყიდველი ძალიან პოპულარული იყო მაშინ საქართველოში და წამოიწია ამ საკითხმა და მაშინ დავინახეთ ეს პრობლემა რომ ამ მარკეტპლეისებს ქონდათ ძალიან კონკრეტული ნიშური გამოწვევა რომ რეალურად გადახდების კუთხით მათ რაღაც ავტომატიზაცია ჭირდებოდათ რასაც ვერ აკეთებდნენ და ბანკთან მივედით პირველი იმიტომ რომ ხო ქონდა რაღაც ურთიერთობები ბანკებთან და მაშინ ბანკი მოგვითხრეს რომ ამაზე ჩვენ არც რესურსი გვაქვს და ამ პროდუქტზე და თქვენ ხო გააქვთ რაღაცა ხო აკეთებთ რაღაცებს და იქნებ თქვენ წადოთ და ესე მივედით ამ ამოხსნამდე ისეთი რაღაც ბანკმა რეალურად აუთსორსინგზე გაიტანა ასე მესმინება გაიტანა აუთსორსინგზე ის თვითონ ვერ მოაბათავე არ ვიცი რატო ვერ მოაბათავე იმიტომ რომ პრიორიტეტი არ იყო იმიტომ რომ არ ვიცი მიზეზი არ ვიცი ასე მესმინება და ნუ აუთსორსი უფრო არ ვიტყოდი უბრალოდ თქვა რომ კი ეს პრიორიტეტზე მეტად ეს იყო რომ ჩვენ ისო ბიუროკრატიაზე მეტად რომ მივუბრუნდეთ რომ ჩვენი სისტემა ბანკს რაც აქვს რა რაზეც დგას მთელი ახლა ინგლისური core banking რაც არის იქ ახლა ამის ამ რაღაცა კონკრეტული საკითხის დამატება ტექნიკურად ჩვენთვის დღეს არ გამოვა სანამ ეს რაღაც სისტემა ჩვენი არ იქნება იმაშინ ვიღაცა მიმწოდებელი აწვდიდა დაუშვათ რა და ამას დღეს და შეიძლება ერთი წელიც ვერ გავაკეთოთ და თუ ეს აქტუალური საკითხი არის და თქვენ ამ პრობლემას ხედავთ მიდით ანუ თქვენით გააკეთეთ რა და ჩვენც ეს რაღაც მეგობრული საუბარი იყო იმიტომ რომ მაშინ ჩვენ მაგაწუწლების ამოხსნას ვერ პოულობ ცადეთ რომ იქნებ ბანკი აკეთებს ამასაც ყველა ხო არ გადავეშვებით იცი რა მინდა გავარკვიო 5 წლის ბავშვის იმითი მოვდივარ ხა ცნობიერებით რა რო დავსვა კითხვა შეიძლება მარტივად ამიხსნა რა იყო პრობლემა ანუ ოღონდ ისა 5 წლის ბავშვის ენაზე ამიხსენი რა კი მარტივად რო აგიხსნა პრობლემა იყო შემდეგი რომ დაუშვათ ხარ აი კარგი მაგალითი არის ნუ პროფი იცი რა ჩვენ ხო ვიცი აი პროფი გავიღოთ რა პროფიზე არიან ეს ხელოსნები არის პროფი როგორც პლატფორმა შუაში და მეორე მხარეს ხარ ჩვენ საშა სერვისის მყიდველი იმ წუთას ესე იყო სისტემა აწყობილი რომ გადახდას პარათით რო იხდი პირდაპირ ერიცხებოდა პროფის და მე პროფის ხელით ბუღალტერს ხელით უნდა გაენაწილებინა ეს თანხები ძალიან დეტალებში ვარ წავიდეთ ეს პრობლემას ქმნიდა პლატფორმისთვის მაშინ საკმაოდ რა ბევრი სხვადასხვა ეს რომელ წლამდე არის ეს პრობლემა
ეს პრობლემა რეალურად მაგ დროს დგას 19-20-ში რა. ჯერ კიდე დგას. მე ბანკიდან წამოსული ვარ და უკვე დგას. კი, ეს. ანუ ჯერ კიდე დგას, ანუ გაუცებული ვარ, იმიტომ რომ მე კი გამიგია ალაგ-ალაგ მშვიდობაში, ეგ არ იყო ის საკითხი, რომელიც მე მეხებოდა ბანკში. ხო და ბევრჯერ ქონია ეს დისკუსია, რომ e-commerce განვითარდება ადრე თუ გვიან ამ ქვეყანაში. პროცესი, ეს სხვაშორის რატო ვითარდება ესე ნელა? მაინც კითხავ რა ამას, ანუ რატომ არის რომ დღემდე e-commerce ამ ქვეყანაში თუ ნელა ჩემი შეფასება, თუ ადეკვატურად ვითარდება ბაზრის ზომიდან და წოინება, შენი შეფასება მაინტერესებს. მაგ საკითხზე რო თქვა, ანუ ჩემი აზრით e-commerce-ის განვითარება ზოგადად რაღაც ცვლილება უნდა მოხდეს მარკეტში ბევრ ციკლში რა, ანუ რა მარტო და უშუალოდ გადახდები რო განვითარდეს შეიძლება იქ მიწოდებაში იყოს პრობლემა რა მარტო და უშუალოდ ის რო განვითარდეს დიზაინი ან რაღაცა პლატფორმა მე შეიძლება დაუშვათ საწყობის მხარეს იყოს რაღაც პრობლემა. ამიტომ მთელი ციკლი არის რაღაც სიახლე უნდა მოხდეს. ანუ ჩემი აზრით ველიმ გააკეთა ერთ-ერთი ძალიან კარგი სიახლე, თქვა რომ 3 საათში მოგიტან. და მაგან რაღაც კუთხით ბევრი მოხმარებლის ქცევა შეცვალა, მაგრამ მასიურად მაგალითად ან მასიურად ათვისება რომ მოხდეს, მაშინ მთელი ქვეყნის დაფარვა უნდა მოხდეს, ანუ ბევრი სხვადასხვა ფაქტორია ამ ციკლში. ეხლა მე e-commerce-ის ზუსტი ხედვა არ მაქვს, მაგრამ ბევრი ფაქტორი არის, რამაც რაც განაპირობებს, რომ e-commerce არ ვთქვათ, თუნდაც Amex-ი და ეს რაღაცა USA Georgia ისე მუშაობს, რომ შენ შეგიძლია Amazon-ზე რაღაც შეუკვეთო და 10 დღეში თბილისში კონდეს და აქ უკვე შემოდის ის საკითხი, რომ ეგენიც საკმაოდ კარგად მუშაობენ და კონკურენციას უწევენ ადგილობრივი e-commerce, თორსა ადგილობრივი e-commerce შეიძლება 5 დღეში მოგიტანოს და თუ იქ უკეთეს ფასად ნახე და უკეთესი ნივთი ნახე, არამ უცხოეთიდან შევუკვეთა ხო? და აქედან ვიწერ. და ანუ შენაბობ რომ იმ მომენტში ამ უკვე იმ პლატფორმებს რომელიც გაშვებულია 19-20-ის ფარგლებში აქვს პრობლემა ინტეგრაცია payment-ის ანუ ეს ძალიან კონკრეტული პრობლემაა. ინტეგრაცია აქვს თან რა. აბა რა პრობლემა გაყოფა არის კონკრეტულ სხვა მოთამაშეებზე. აბა ცოტა მეტი ამიხსენი. ტრანზაქცია მომიღევი რომ გაყვე ლოგიკაში. შემოვიდა. ეხლა ეს პროდუქტი დღეს მაგიტომ დღეს ეს პროდუქტი საერთოდ აღარც გვაქვს. აი მაგალითი რომ მოგიყვა, ანუ იმდენად იცვლება ჩვენი რეალობა როგორც სტარტაპის ყოველდღიურად. ამიტომ ამაზე შეიძლება კონცენტრაცია ბევრი დრო რო არ დავხარჯოთ, მაგრამ კონკრეტულად რახან ამით დავიწყეთ, რომ ვთქვათ, ეს იყო შემდეგი პრობლემა, რომ მაშინ მთელი თანხა ერიცხებოდა პლატფორმას დაუშვოთ სერვისის მოწოდებელს და მე ხელით უნდა ეკეთებინა გადარიცხვები კონკრეტულად ამ ხელოსნებთან. ოკეი. ანუ აგრეგირებული GBay ხო? ამ კომპანიის და ამ კომპანიას ხელოვნურად უწევდა GBay-ში გადარიცხვები უკან ბექში? ანუ სწორედ მესმის? ოკეი. კი, და ამის ავტომატიზაციის საშუალება არ არსებობდა, როცა თუ ახლა 10 ტრანზაქცია გაქვს დღეში ეს ოკეი არის, მაგრამ თუ ახლა იზრდები და 1000 ტრანზაქცია გაქვს დღეში, ამის ყველაფრის ხელით კეთება არაადეკვატურია. ოკეი, გავიგე. ახლა გავიგე. და ამის ავტომატიზაცია მოვახდინეთ რაღაც დოზით და ამით დავიწყეთ. ეს ამ ნიშით დავიწყეთ, აი ძალიან სპეციფიური ნიში. ანუ როგორც მინიმუმ ისტორიას როგორც ყვები, იმ მომენტში იცით კლიენტი ვინ არის? კი, უკვე. და რა tkivat? კი. ანუ ამ წინა გამოცდილებამ ჯიტაში ჩავარდნილმა პროექტმა გასწავლათ, რომ უნდა იცოდეთ კლიენტი ვინ არის და რა უნდა tkivდეს კონკრეტულად. ზუსტად. მათთან მივდიოდით და მათთან ერთად საუბრობთ სხვადასხვა პლატფორმებზე. და როგორ მიხვედით აქამდე, ანუ აი მოდი ესე ვთქვა, საიდან დაიდენტიფიცირეთ ეს ხალხი, ანუ ახლობლები ყავდათ ვინც უწუნებდნენ ანუ როგორ დაინახეთ საჭიროება ბაზარს? კითხვა, ანუ მაშინ ტვინი ეგრე ქონდა მომართული ზოგადად, რომ აი ეგრე ქონდა მომართული, რომ რა აკლია ბაზარს, ანუ რა და თან ახან ფინტექთან უკვე სტაკ ქონდა, ანუ მაგ პრიზმაში უყურებდით რა. მე ბევრი სტარტაპი გავიცანით უკვე ესეთი ტიპის ჯიტაში, მათ ვესაუბრებოდით. მე მაგ დროს ეშვებოდა RedMedi, ასევე აპლიკაცია, რომელშიც TBC insurance. კი. სადაც ჩემი თანადამფუძნებელიც ტექნიკურად ეგ უწყობდა ამ პროცესს და იქაც იგივე პრობლემა გაჩნდა. ანუ რა და ანუ ერთდროულად რაღაცა მაშინ ის იყო ტალღა იყო, როცა ეს 2 და 3 ხრივი პლატფორმები გაჩნდნენ, სადაც იყვნენ პლატფორმები და სერვისის ან პროდუქტის მომწოდებლები და ეს პრობლემა ერთდროულად ძალიან
რელევანტური გახდა სხვადასხვა პლატფორმებისთვის. საინტერესო. და ამითი დაიწყო, ამითი შეხვედით აქსელერატორებში ამ იდეით, ანუ კი, ამ იდეით დავიწყეთ, მოდი ესე ვთქვათ და ძალიან მალე დავკარგეთ ფოკუსი. ოკეი. პირდაპირ ეხა დელეგატმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ დავკარგეთ ფოკუსი, მაგრამ მაშინ ამითი ეს იყო ასე ვთქვათ კარის გამღები, რითიც კლიენტები მოვიზიდეთ ასე შემდეგ და მე რამ დაგაკარგინოთ ფოკუსი? ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ის, რომ გადახდები ჭირდება ყველას. გადახდები ჭირდება ყველას. გადახდები. ანუ მაგ იდეამ გაგიტაცეთ. კი. და ჩვენ რო აი ამ კონკრეტული ერთი ნიშით წავედით, იმიტომ რომ ბაზარი საქართველოში საკმაოდ პატარა იყო და ამითი ახლა ვერ გავიზრდებოდით, თქვით რომ ოკეი, გვაქვს ეს ასე ვთქვათ, გადახდების პლატფორმა აწყობილი, მოდი სხვა რაღაცებიც ვაკეთოთ. თან მოდიოდნენ, ხო? ჩვენ უცბად გაგვივარდა სახელი და სხვადასხვა ტიპის ბიზნესები მოდიოდნენ, სხვადასხვა ტიპის ტკივილებით. ხო და უცბად გაგვივარდა სახელი, შეიძლება მოკლედ მოყვეთ ტრეკ-რეკორდი რა მოყვა, როგორ თქვა? ამ გზას და მე უკვე სხვები რა პრობლემით მოდიოდნენ. კი, ანუ რეალურად მოხდა ესეთი რაღაც, რომ 20-ის ბოლოს მოვხდით 5 სტარტაპის აქსელერატორში საქართველოში. იქ საქართველოს ბანკიც იყო ჩართული და ძალიან აქტიურ მარკეტინგ კამპანიას ეწეოდა და მაშინ თან პანდემიის პიკი იყო, ანუ ყველაფერი ციფრულად იყო გადასული და ჩვენ ეს ამ პროგრამის გამარჯვებულები გავხდით და ამას მოყვა ძალიან დიდი სარეკლამო, ასე ვთქვათ, დაფინანსებული კამპანია, რამაც ძალიან გაგვითხვა სახელი. მე რომელი წელი აქვს? 20-ის ბოლო, 21-ის დასაწყისი. მე ძალიან მალევე, ანუ ისეთ ჩქარისის სტრაფით, ანუ მაგ წელს რაღაც არადეკვატური სტრაფით ვითარდებოდა ჩვენთვის საკითხები, ძალიან მალევე ჯიტას გრანტიც მივიღეთ, მაგანაც დაგვიმატა. მე მოვხდით ამ Y Combinator-ში, რომელიც პირველი ქართული სტარტაპი ვიყავით, რეგიონიდან პირველი სტარტაპი ვიყავით, რომელიც ამ აქსელერატორში მოხდა და ამერიკაში კი და ეს უფრო მაგალითი რო გითხრათ, ანუ სტენფორდზე და ჰარვარდზე დაბალი მიღების პროცენტული მაჩვენებელი აქვს, ანუ 1.9%-ზე ნაკლებ აპლიკანტებს იღებენ. როგორ მოხდით? მანდ მოხდით უკვე აი ჩემი აზრით, ახლა ეს ოფიციალურად არ ვიცით, რატომ მიგვიღეს, მაგრამ არ ამბობენ, იმიტომ რომ ინტერვიუები გავიარეთ, აპლიკაცია ჩავაბარეთ, 2 ინტერვიუ გქონდა და მათ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდით ინტერესებს ყოველთვის და მოვხდით ძალიან მკაფიო მესიჯით, რაშიც მე უფრო მოგვეხმარენ ესინიც ჩამოყალიბებაში და აი მარტივად რო ვთქვათ რა არის რა, ანუ რა ვთქვით, რომ არსებობს რეგიონი პოსტსაბჭოთა სივრცე, სადაც გადახდების კუთხით არის ლოკალური მოთამაშეები არსებობენ, მაგრამ არ არის ერთი პლატფორმა, რომელიც მთელ რეგიონს აერთიანებს. როცა მაგალითი გვაქვს ევროკავშირში, ევროპაში არის ასეთი პლატფორმა EDN მაგალითად checkout.com, ამერიკაში Stripe, ან დაუშვათ ესე რა ქვია Square, ასე შემდეგ. აფრიკაშიც იყო უკვე ესეთი სტარტაპები წამოსული, ინდოეთში Razorpay იყო, ფილიპინებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაშიც იყვნენ ასეთი სტარტაპები. ანუ გასაგები იყო, რაც არის. ხო, ანუ ძალიან ჭირს ვარ წავიდე, ვთქვათ, რომ არსებობს რეგიონი, ანუ მარტივი დეფინიცია, რომ ოკეი, არსებობს რეგიონი, რომელიც ესე ერთი მხრივ საკმაოდ დიდი არის, 15 ქვეყნისგან შედგება, ასე შემდეგ. მე ვამბობდით, რომ ოკეი, თუ ეს რეგიონი არსებობს და აქ არის ესეთი ასე ვთქვათ, საშუალება, რომ შეიქმნას ასეთი პლატფორმა, იმიტომ რომ ინვესტორებმა კარგად იციან, რომ ასეთმა პლატფორმებმა წარმატებას მიაღწიეს ევროპაშიც, ამერიკაშიც, აფრიკაშიც თუ ინდოეთშიც, თქვით, რომ ჩვენ ვიქნებით ინვესტორებისთვის გასაგები Stripe პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. და იმდენად ეს გასაგები მესიჯი იყო, რომ ასე ვთქვათ, ძალიან საყვარელი და მარტივად გასაგები ბიზნესი, სახელი და მარტივად აღსაქმელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეფინიცია არ გვინდოდა ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცე საკმაოდ თულაზოს, ძალიან კაფიოდ გასაგები ის იყო რეგიონი. და რამდენი სტარტაპი იყავით იმ მომენტში, აი თქვენი ჯორნი რო იყო, რამდენი სტარტაპი იყო? სად? აი კომბინატორში. მაშინ იყო პანდემია მე გამოიწვია, რომ აი კომბინატორმა გაზარდა თავისი ჯგუფის რაოდენობა და იმ ჯგუფში ჩვენ ვიყავით სადაც 200 სტარტაპამდე ერთდროულად, ანუ სან-ფრანცისკოში. რამდენი ხანი მოგიწიეთ? სადღაც 2 თვე. 2 თვე.
და შეიძლება ორი ოდესიტყვით რომ მოყვებარემ მაყურებელიც გაიგებს, ანუ რა მოგცათ, ანუ მენტორინგი იყო, კოუჩინგი იყო, რა მოგცათ მაგ ეკოსისტემაში ყოფნა. ორ მთავარ რამეს გაძლევს ეს ეკოსისტემა, თქვათ სამს. ერთ ის რომ ამ პროცესის მანძილზე ძალიან მოკლე დროში კარგი შედეგები უნდა დადო და შენ თუ გონია რომ ანუ x%-ული ზრდა უნდა დადო, ისინი ძალიან კრიტიკულად უყურებენ ამას და გეუბნებიან რომ შენ რამდენსაც იტყვი იმდენი შეგიძლია სინამდვილეში დადო, ანუ და გირუღებენ ამ წარმოდგენას რომ რაღაც შეზღუდვებს. თან ჯანსაღი კონკურენცია, იმიტომ რომ სხვაებიც ამ შედეგებს დებენ და იმათ ისინი სხვა ინდუსტრიაში არიან, სხვა რაღაცას აკეთებენ, მაგრამ რაღაცნაირი შეჯიბრობითობის იდეაც ჩდება და კულმინაცია არის დემო დღე, როცა სელექციური, ანუ შეეული ინვესტორების წინაშე ხდება ყველა ამ სტარტაპის წარდგენა და ისინი მე ინვესტიციას ახორციელებენ და ეს Y Combinator-ის შტამპი იმდენად მაღალ ანუ დობით აღჭურვილი არის იმდენი წარმატებული სტარტაპი გამოვიდა მაქედან რომ ანუ თითქმის გარანტირებული გაქვს რომ ინვესტიციას მოიზიდო იმ ეტაპზე. ეს არის seed ეტაპი, საწყის ეტაპზე. Seeding, okay. თქვენს წამოიღეთ. კი, ჩვენც წამოვიღეთ ეს ინვესტიცია მაშინ ძალიან მოგვეხმარა და მაშინ თან ძალიან კარგი გარემო იყო საინვესტიციო და ინვესტორები აქტიურად უყურებდნენ ჩვენ რეგიონებს, ანუ საქართველოს კი არა მარტო, ანუ თელ რეგიონს, როგორც ანუ ამომავალი ზრდამსდარდი რეგიონები და ეს კარგად რეზონირებდა მაშინ და მოვახერხეთ ამ ინვესტიციის მოზიდვა, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც აქედან რჩება არის, რომ ამ დახურული ასე ვთქვათ კლუბის წევრი ხარ სამუდამოდ, თუ რამეს არ დააშავებ მათი სტანდარტებით, სამუდამოდ ხარ ამ კლუბის წევრი, რომელშიც არიან აი ძალიან დამხმარე, ერთნაირად მოაზროვნე, საკმაოდ საინტერესო სტარტაპის დამფუძნებლები. მაინტერესებს როგორც რა ხედვა გაქვს, აი ცოტა ხანი მაინტერესებს შენ მესუსვა მაგ კითხვას სხვა ფორმით ვატრიალებ, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს ენტერპრენიორი როგორ ხედავს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას, ანუ შენ როგორ ხედავ ამ პერსპექტივას, თუნდაც სამჭრელში, ანუ ამ ეკოსისტემის ნაწილი როგორ შეიძლება უკეთესად გავხდეთ, ან საერთოდ რა შეიძლება ვიყოთ, რისი ანუ რისი პოტენციალი გაგვაჩნია, მოდი აი ვთქვათ ეკოსისტემასთან მიმართებაში რამის supplier-ი შეიძლება ვიყოთ, აი როგორ ხედავ მაგან ვითარებას. ეხა მაინც რაღაცა გზა იარე და რაღაც ხედვა გექნება. ხო, ნუ ბევრნაირად მიფიქრია ამაზე სხვადასხვა კუთხით და შევეცდები ჩამოვყალიბო ჩემი აზრი. პირველ რიგში ცოტანი ვართ, ამიტომ ვერასდროს ვერ გავხდებით ესეთი აუთსორსინგის და არც უნდა იყოს ჩემი აზრით ეს ჩვენი ფოკუსი და მე მგონი არც არის. ამიტომ მიმაჩნია რომ მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს წახალისება აი ენტერპრენორშიპის, რომ და როგორ უნდა წახალისდეს, ამ მაგალითი შეიძლება მოიყონო? ჩემი აზრით ისევ რაოდენობრივად რა, უნდა არსებობდეს რაღაცა ტიპის რაღაც კუთხით არსებობს, აი აქსელერაციები თუ იქნება ბევრი, თუ იქნება საგრანტო პროგრამები და თუ იქნება შემდგომი საინვესტიციო კლიმატი, რომ ანუ ქართულმა ინვესტორებმაც და უცხოელებმაც მოახერხონ აქ ინვესტიციის განხორციელება და ინკუბაცია ხდებოდეს აქ ტექნოლოგიური კომპანიების, რა. შეიძლება ეგ ერთი მხრივ ძალიან კარგი იყოს და მეორე მხრივ უცხოელების მოზიდვას ხდებოდეს, რომ აქედან შეგეძლოს სტარტაპის მართვა. და როგორია სტარტაპის ცხოვრება საქართველოში? შეიძლება მომიყვე აი ორი ოდესიტყვით, აი როგორია? თან ვიცი რომ ხა ნახევრად უზბეკეთში ხარ, ხო, ანუ პრაქტიკულად. და როგორია ეს ცხოვრება, სტარტაპერის ცხოვრება? სტარტაპერის ცხოვრება ძალიან ცვლადი არის, იმიტომ რომ ექსპონენციური ტემპით იზრდება ტექნოლოგიების რაღაცა ხარისხიც და მოხმარებაც და პროდუქტების რაოდენობაც. ანუ დღეს ახლა ანუ ხელოვნური ინტელექტის ერაში შემოვედით ხანაში და საერთოდ რადიკალურად შეიცვალა ის თუ როგორ მუშაობს სტარტაპი და რა როლები ჭირდება სტარტაპს და სტატუს კვო და ანუ სტატუს კვო იცვლება.
შესაბამისად და რადიკალურად შეიცვალა რომ ამბობ რას გულისხმობ ცოტა მეტი რო გითხრა აი მაგალითად რო ვთქვათ დღეს ძალიან პატარა გუნდს შესაძლებლობა აქვს რომ ისეთი დიდი ბიზნესი ააწყოს აი მაგალითად რიცხვებში გადმოვიტანოთ კურსორი არის ესეთი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი რომელმაც 20 კაციანი გუნდით 12 თვეში გაშვებიდან $100 million წლიურ შემოსავალს მიაღწია. ანუ ეს თუნდაც 3 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ესეთი ტემპი პირველ რიგში და ესეთი პატარა გუნდით ესეთი მასშტაბის კომპანიის შექმნა. ამიტომ სად ხარ დღეს ტერიტორიულად აღარ აქვს მნიშვნელობა საერთოდ რამხელა გუნდი ხარ ეგეთ მაგასაც აღარ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ მნიშვნელობა ჩემი აზრით აქვს იმას თუ რამდენად კარგად იყენებს გუნდი ამ ტექნოლოგიებს, იმიტომ რომ შეიძლება დღეს ნამდვილად არ ვართ, აი დღეს კონკრეტულად ხვალ რა იქნება, არ ვიცი, დღეს იმის რისკის წინაშე არ არის, რომ ადამიანი ჩაანაცვლოს ხელოვნურ განსაკუთრებით სტარტაპის თანამშრომელი, მაგრამ რაოდენობა ნაკლები ჭირდება სტარტაპს ადამიანების რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს, იმიტომ რომ ის ერთი ადამიანი შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტის რომელიმე პლატფორმამ რომელიც იმ წუთას ჭირდება, ანუ 100 მაგად უფრო ეფექტური გახადოს. ძალიან სვალებადიო, ტექნოლოგიები იხვეწება, გავიგემ, შეგიძლიათ ცოტა ფეიზის კულტურაზე დამელაპარაკო და მომიყვე რა კულტურას აშენებთ ორგანიზაციაში და რა არის, რაც იქიდან შენია ასე შემდეგ. კულტურაზე და ბევრი მიფიქრია და გვილაპარაკია შიგნით და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე რომ ესეთ პატარა სტარტაპებში როგორც ჩვენ ვართ ან ნებისმიერი ან სტარტაპში ან რა კულტურის თავარი მატარებელი არის იმ ადამიანების დამფუძნებლები იქნება თუ არსებული core გუნდის, საწყისი გუნდის ქცევა. ანუ შენი ქცევა განაგებს შენს კულტურას. ამიტომ ეს არის პირველ რიგში რაღაცნაირი პრინციპები, რაზეც ყველა თანხმდებით. რამდენი ეგეთი პრინციპი, რაზეც თანხმდებით? რაც შეიძლება მარტივად რა, ანუ რა, ვცდილობთ რომ რაღაც შეთანხმებები გქონდეს და მივახციოთ, რასაც ხშირად ვერ ვახცევთ, მაგრამ ამას ვცდილობთ რომ აი ღერძივით გქონდეს. და კიდე ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მერიტოკრატიული მიდგომა, რომ ანუ ყველას გქონდეს საშუალება რომ პროცესში ჩართული იყოს და ყველას აზრი ისმოდეს. იმიტომ რომ იერარქია არ არსებობს, კი ვიღაცა დავუშვათ მე შეიძლება რაღაც მეტ პასუხისმგებლობას ვიღებდე, ან ჩემი სახელი იყოს სადღაც დაფიქსირებული და რაღაცა მე ვიღებდე საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ყველა ისევ იმ საწყისს რო დაუბრუნდეთ, პროცესის მონაწილე არის რა. და მაქსიმალურად ვცდილობთ იმას, რომ რამდენად გამოგვდის ეს პროცესის ნაწილია, მაგრამ ამას მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას ესმოდეს, რას რატო აკეთებს. და ეხლა უზბეკეთში რა შვებით? უზბეკეთი იყო შემდეგი, ასე ვთქვათ, ამ რეგიონში ახან პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დაუმიზნეთ იმ ეტაპზე. მაშინ ომი დაიწყო უკრაინაში და უკრაინა იყო ერთ-ერთი მაგას უმიზნებდით. ერთ-ერთი დიდი მარკეტი, დიდი ჩვენ რეგიონში იყო და ამიტომ მოგვიწია ამის გადადება და შემდეგი ყველაზე დიდი ქვეყანა უზბეკეთი იყო და ავირჩიეთ უზბეკეთში შესვლა. და სხვათა შორის უზბეკეთი კარგად გვაჩვენებს საქართველოსთვის მაგალითს, რომ იმიტომ რომ ფინანსური სექტორი საკმაოდ ძლიერია საქართველოში, ძალიან კარგად ექსპორტირდა როგორც ტალანტი და ძალიან საამაყოა ის, რომ ქართველები უზბეკეთში მოწინავე ადგილებში არიან, როგორც ინდივიდუები, ისე TBC-ის წარმატებაც სასიხარულო არის, იმიტომ რომ ძალიან წარმატებით მიმდინარეობს მათი გზაც იქ და ჩვენც დავიჭირეთ რაღაც კონკრეტული ნიშა და უკვე ფოკუსი გავასწორეთ და კონკრეტულ ერთ სეგმენტზე გავჩერდით, ეს იყო ის, რომ ციფრულ კომპანიებს, რომლებიც რაღაც ზომაზე დიდი არიან, რაღაც X თანხაზე მეც ატარებენ თვიურად და რაღაც კონკრეტული ესენი აქვთ, რა ქვია, მოთხოვნები, ესენი არიან საწყისად ონლაინ კომპანიები და არა
რაღაცა ფიზიკური კომპანიები, რომელიც ონლაინ მაღაზიის გაკეთებას ცდილობენ, მათზე დავფოკუსირდით და შარშანდელი წელი საკმაოდ ისეთი გარდამტეხი იყო ჩვენთვის იმ კუთხით, რომ დაუსტაბილურდით, საკმაოდ პატარა გუნდი დავრჩით და ამ პატარა გუნდით რაღაცა თითქმის 10 მაგიზრა დავდეთ რა. ანუ ცვლით ფოკუს და სტრატეგიას როგორც მე მესმინება. კი. ცვლით და რაღაცებს ტესტავთ ახლა, იმიტომ რომ ეხლა გაჩნდა ისეთი შესაძლებლობები, რომელიც ერთ წელს წინაც არ იყო. ისევ რომ ხელოვნური ინტელექტს დავუბრუნდეთ და რადგანაც ვართ venture fund-დან, venture ინვესტიციები გვაქვს მოზიდული, გვინდა რომ ჩვენი დახარჯული დრო და რესურსი ეხლა მაქსიმალურ ამონაგებამდე მივიყვანოთ და ამიტომაც ეხლა რაღაც კორექტირებებს ვაკეთებთ. ამის თავისუფლება საბედნიეროდ გვაქვს და ეგეც საინტერესო ის არის, რომელზეც რაღაც მომენტში შევძლებ რომ ვილაპარაკო, ეხლა დღეს ამ პროცესში ვართ. იცი რა, ეხლა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი გვისმენს, გვიყურებს, რომელიც შეიძლება რეგიონში იყოს და შეიძლება ასევე ამ დილემის წინაშე იყოს, რომ აქ შეიძლება კონდეს იდეა, რომ გააკეთოს და ფიქრობდეს, რომ რამდენად გამომივა, ფული მჭირდება, რომ ბიზნესი გავაკეთო, რამდენად კარგია ჩემი იდეა, შეიძლება ამ ფიქრებში იყოს, სხვა წერტილში შეიძლება იყოს. შენი გზიდან გამომდინარე, რაც უკვე იარე და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე იული და კიდე შევხვდები და კიდე გამიხილავთ რაღაცებს, მაგრამ იმ მომენტში, სადაც იყოფები ამ გადმოსახედიდან, რას ეტყოდი ამ დამწყებ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც ჯერ კიდე ყველაფერი წინა. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ დღეს მართლა აღარ არსებობს საზღვრები და შესაძლებლობების საზღვრები, იმიტომ რომ აღარც ტექნიკური ცოდნა, ანუ კოდის წერის აღარ გჭირდება, რომ შექმნა რაღაცა საწყისი პროდუქტი, ანუ დღეს კრეატიულობა ძალიან ფასობს, იდეაზეც ვიტყოდი, რომ იდეასაც ცალკე ფასი არ აქვს, მხოლოდ შესრულებაში აქვს ფასი და სავარაუდოდ რაღაც იდეა რომ მოგივა, ეს არ არის უნიკალური, რაც ძალიან კარგია, ამიტომ პირიქით უნდა აზიარო და რაც შეიძლება მალე რაღაცა ვერსია გამოიტანო ამ იდეის, რომელსაც ვიღაცას ანახებს და ის შეაფასებს და ცდის, ანუ ამიტომ საწყის ეტაპზე ვინც არიან, ამ ადამიანებში ხშირად ხედავ რა იდეას უფრთხილდებიან და ამაზე ვიტყოდი იმას, რომ პირველ რიგში იმ იდეას, რასაც დაიწყებ, საბოლოო ვერსიამდე სხვანაირი გამოდის ხოლმე და ამ იდეას თუ ვინმე მოიპარავს, ის თავისებურად გააკეთებს, ანუ შენ ტვინში რაც არის და როგორც წარმოიდგენ ამ პროცესს რომ მიყვები მუშა პროდუქტი რაც გამოვა, ის ყოველთვის სხვანაირია ხოლმე, იმიტომ ამ იტერაციულ პროცესში ის თუ იცვლება. და იდეას გაფრთხილებას ესე არ აქვს, არ ურჩევდი რომ ეს არ არის, იმიტომ ხშირად ხედავ არ არის ეს პრიორიტეტი. რაც შეიძლება მალე დაიწყო იტერაციები და ამის აწყობა და ამ აწყობაზე ვლაპარაკობ პროდუქტის მე ჩვენი ინდუსტრია ვლაპარაკობ ისეთი ტექსტზე ვლაპარაკობ, იმიტომ ტექსტში დღეს გჭირდება კომპიუტერი, გჭირდება ინგლისური ცოდნა და კრეატივი. დაჯდე და ნებისმიერ პროდუქტს შექმნი დღეს. აი დღეს მართლა ეგრე არის რა, ერთმა კაცმა შეიძლება შექმნას პროდუქტი, ChatGPT-ის და რაღაც Replit-ის და სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების სინთეზით და ჩემი არ არის ეს Y Combinator-ის დამფუძნებელია, ძალიან საინტერესო ადამიანი არის პოლ გრამი. პოლ გრამის ესეების არის საჯარო, ვერ ხვდები ეგეთი ოქროს რაღაცა როგორ არის უფასო და საჯარო, მაგრამ ყველა უნდა იცოდეს ეს, იმიტომ რომ ყველაფერი წერია როგორ მოგივიდეს იდეები, როგორ დააწყო სტარტაპი, რა შეცდომებს დაუშვებ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვა. წიგნი არ არის პოლ გრამის, პოლ გრაჰამ, ესე იწერება, ესეებია, რომელსაც დებს თავისივე საიტზე, ღიად მარტივი არტ დიზაინი აქვს არაფერი, ესეების სტილში დევს, სათაურებით შეგიძლია მიყვედა, აი ყველაფერზე არის და მას უწერია როგორ გქონდეს სტარტაპის იდეები, მაგრამ ახლა მაგას რაღაც ვკითხულობდი და როგორ გქონდეს სტარტაპის იდეები და ძალიან საინტერესო თუ ვიტყვი მაგაზე თუ გინდა, ანუ ერთ საინტერესო რაღაც უწერია, რომ უმეტესადო
კარგი იდეის გენერირების პროცესი არის ესეო, რომ იცხოვრო მომავალში, ანუ იდეურად იყო მომავალში და იფიქრო იმაზე მომავალს რა აკლია და დღეს ცადო აწყო ისაც მომავალში აკლია. მომავალში ანუ მომავალში ხედავ, რომ საჭირო იქნებაო. და დღეს ძალიან რელევანტურია ეგ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის ერაში დღევანდელ პრობლემებზე აქცენტირება შეიძლება არ იყოს მომგებიანი რა, იმიტომ რომ სხვანაირი ცხოვრება შეიძლება იყოს და ეგ კიდევ უფრო დაამუშავა ეგ ამ ესეის ბოლოში წერს რომ არაო უფრო კარგი წინადადება იქნება რომ იცხოვრე მომავალში და ანუ შექმენი ის რაც საინტერესოა და არა რაც აკლია. იმიტომ რომ საინტერესო შენთვის რაც არის იმაზე მე დროს დახარჯავ და იქ თუ ხარ მომავალში შეიძლება რაღაცნაირად ეს დაინახო. ამიტომ ეგ ძალიან საინტერესო მიდგომა არის ჩემთვის როგორ უნდა იფიქრო. მინდა გითხრა ეგეთი რამ აი შენ ახლა დარწმუნებული ვარ რომ შენ გზასაც რო გადიოდი ვიღაცის მაგალითებსაც გადიოდი შენი გზა გქონდა კიდე რა არის სამი ყველაზე კრიტიკული ენტერპრენიორის თვისება? კარგი კითხვა. ოპტიმიზმი. აი ჭიქა ნახევრად სავსეა იდეა, იმიტომ რომ ეგეთი არსებობს, რომ თუ რამე ცუდად შეიძლება წავიდეს, აუცილებლად ეგრე მოხდება. რა ამიტომ თუ თვლი რომ რაღაცა ცუდი დრო დადგება ყველა ვარიანტში, ანუ გარდაუვალი არის ეგ რა და პირიქით ეხანდელი ჩემი გამოცდილება ბოლო 5 წელს რო გადავუყო, უმეტესად ცუდი ამბები მოდის რა. ამიტომ ამან შეიძლება ძალიან ნეგატიურად იმოქმედოს. ან შეგარყიოს კი. ამიტომ პირველ რიგში ოპტიმისტი უნდა იყო, რომ ყველაფერი გამოვა. მეორე შეუპოვრობა. იმიტომ რომ ოპტიმიზმი მარტო საკმარისი არ არის რა, იმიტომ რომ ანუ რაღაცა ეს გამტანობა უნდა გქონდეს, რომ კი ოპტიმისტთან ერთად გადაიტანო ეს ყოველდღიურ ქცევაში ერთგვარი. მესამე რა შეიძლება იყოს? შენ რა დაგეხმარა ყველაზე მეტად? ნუ ამ ორს ვიტყოდი პირველ რიგში ყველაზე რახან ესე ჩამოვთვალე და მესამე შეიძლება თქვა ის რომ უნარი რომ იმ ადამიანებისგან ვისაც ყველაზე მეტი ჩართულობა აქვს პროცესში და ყველაზე შესაბამისად ყველაზე კარგად ხედავენ პროცესს შენთან ერთად შენ რასაც ვერ ხედავ ის მოისმინო. ანუ რეფლექსიის უნარი თავისებური. რეტროსპექტივის ხო? ანუ უფრო მოსმენის პირველ რიგში. მოსმენის. იმიტომ ძალიან ამ ოპტიმიზმით და შეუპოვრობით თუ არ ისმენ ობიექტურ კომენტარს შეიძლება ძალიან არასწორ მხარეს წახვიდე. ანუ ისინი გჭირდება რა კურსის მიმართულების მორგება. სპეკულაციურად რო ვთქვათ დღეს რამდენი პროცენტი უჭირავს შენ ბიზნესში მქმნილება შენ ცხოვრებაში? დღეს შეიძლება ვთქვათ რომ აი დღეს კონკრეტულად ამ პერიოდში იმიტომ რომ ძალიან ისე ვართ აი 90. დანარჩენი 10 რა არის? რაზე გრჩება დრო? დანარჩენი 10 არის ნუ პირად ცხოვრება ძვირფას ადამიანებთან გატარებაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ რაღაც მომენტებში შეიძლება სულ დაკარგო ეს მოთხოვნილება გააქვს როგორც სოციალურ ადამიანს ანუ იმიტომ ეს ერთი და მეორე ჩემთვის რაღაცნაირი აქტივობა სპორტული და რაღაც ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც რა. ხო და როგორ ეგუება შენი პარტნიორი, რომ შენ 90% ხარ სხვაგან? რთულია საკმაოდ, მაგრამ ეგეც მნიშვნელოვანი საკითხი არის საუბრის და განხილვის, იმიტომ რომ რაღაც მომენტები შეიძლება იყო ესე საჭირო იყოს და ეს შეთანხმება გქონდეთ იმის ხარჯზე რომ რაღაც საერთო ღირებულებები მიზნები გაქვთ და იცოდე რომ რაღაც მომენტში შეიძლება ცოტა მოუშვა ეს. ანუ თან საუბრობთ მაგაზე და თან ხვდებით ეგაა. მნიშვნელოვანი არის საუბარი.
საუბარი. ნუ როგორც ხვდები, გაგებით ეკიდება შენს როგორ თქვა მისწრაფებას რო ქმნილება გამოზარდა. შეძლებს და გვარ. იცი რა მაინტერესებს, ასევე რას ურჩევდი? აი, რამოდენიმე ფილმი და რამოდენიმე წიგნი, რომელსაც entrepreneurship-ზე შენ პირადად ურჩევდი მაყურებელს ამ მსმენელს. წიგნებით რო დავიწყოთ, აუცილებლად ურჩევდი მოდი მე ისევ entrepreneurship-ის, ისევ სტარტაპული და ტექნოლოგიების ჭრილში ვიტყვი. პირველ რიგში ურჩევდი ერიკ რისის წიგნი არის lean startup ქვია, რითიც მე დავიწყე სტარტაპების სამყაროში მოგზაურობა და ძალიან მკაფიო აზროვნებას ასწავლის, როგორ უნდა მიუდგე პროდუქტის განვითარებას და ასე შემდეგ. მეორე ვიტყოდი ბენ ჰოროვიცის წიგნი არის ბენ ჰოროვიცი არის ანდერსონ ჰოროვიცის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვენჩურული ფონდის თანადამფუძნებლის წიგნი არის Hard Thing About Hard Things და სასწაულად აი გელაპარაკებ თვითონ იყო სტარტაპის დამფუძნებელი და აი პრაქტიკულ რაღაცებზე გესაუბრება და ეს არის ადამიანი ვისაც თვითონ თავის ტყავზე გაუვლია ყველა პრობლემა ანუ ერთგვარი აი ფილტრის გარეშე გიყვება რო ვკითხულობდი მეგონა რომ მე მელაპარაკებოდა ეს და მესამე წიგნი უკვე ცოტა entrepreneurship-ის და ზოგადად ცხოვრებისეული ძალიან საინტერესო რჩევები არის ჩარლი მანგერის Berkshire Hathaway-ის თანადამფუძნებლის Warren Buffett-თან ერთად წიგნი Poor Charlie's Almanac თავის პირად ცხოვრებაზე არის რა და ის როგორ ფიქრობს, როგორ აზროვნებს, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, შაშან გარდაიცვალა და ეს წიგნიც რო შემორჩა სამყაროს ძალიან დიდი ღირებულება არის. ფილმებიდან ეხლა საუბრობდით და უბრალოდ ცოტა ისეთი საინტერესო ფილმი არის Don't Die ქვია Netflix-ზე არის დოკუმენტური ფილმი ეს არის უბრალოდ ახალია და მაგიტომ ცოტა ისეთი ღია მიდგომით უნდა შეხედო იმიტომ რომ საინტერესო ადამიანის ცხოვრებაზე არის რომელიც იყო სტარტაპის დამფუძნებელი fintech სტარტაპის რომელიც PayPal-ს მიყიდა და ეხლა ჯანსაღი ცხოვრების გარშემო რაღაც ექსპერიმენტებს ატარებს და თავის ცხოვრებაზე საუბრობს მაგას მირჩევდით. ვის ისურვებდი ამ პოდკასტში? ვის მოსმენდი სიამოვნებით? ორი მომეცი უკვე ნაკოლი და კიდე მაინტერესებს ვის მომეცი. მომზადებული მოვედი. კიდე ორს მოგცემ. რა ქართველების გარშემო ხო არის? სიამოვნებით. ორ ადამიანს მოგცემდი. მიშელ ლომთაძე. ისევ ჩვენი ინდუსტრიიდან გამომდინარე და ძალიან საინტერესო იქნება თან ასევე ცოტა მასალა არსებობს მით უმეტეს ქართულად მასზე და ისეთი ხო არის ვინმეს ვინც შეიძლება დამაკავშიროს შეიძლება კი ანუ რაღაც იდეები მაქვს მე მომწერ კი და თამაზ გიორგაძე ოკეი და მინდა შემოვიტანო კითხვა რა უკავშირს მოგცემ? მაყურებლისთვის კომენტარი რო გავაკეთე ამ ადამიანზე. ანუ მიშელ ლომთაძემ შექმნა ცენტრალური აზიის და შეიძლება თქვა სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსური ტექნოლოგიური კომპანია კასპი, რომელიც სასწავლო შედეგებს აღწევს და უკვე გლობალურად ძალიან ცნობილი არის. და მაგიტომ არის ძალიან საინტერესო ქართველმა შექმნა ესეთი კომპანია და თამაზ გიორგაძემ შექმნა Raisin-ი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული fintech სტარტაპია. რას გვირჩევდი ჩვენ კაცმანის პოდკასტის გუნდს? გააგრძელეთ, ანუ არ გაჩერდეთ როგორც ზოგიერთები ამბობენ ხო? ზოგიერთებმა მithვისეს ეს ფრაზა. მაგრამ კარგი ფრაზაა ნამდვილად. გაიგეთ ხო? ოკეი. დიდი მადლობა შენ, დიდი მადლობა მაყურებელს და მსმენელს, ვინც გვისმინა და გვიყურა. გამოიწერეთ ჩვენი არხი იმისათვის, რომ ესეც საინტერესო ადამიანებს მოусმინოთ. მიიღოთ შთაგონება, რა ძალიან გვაკლია. მგონია დღეს ქართულ სივრცეში არც ისეთი განებივრებულები ვართ ჩვენ ისეთი გაზიარებებით და ისეთი ინტერვიუებით ან საუბრებით, სადაც ბევრი
ინსპირაცია არის და გეგა მადლობა რომ პირობა შეასრულე და როგორც კი საქართველოს ჩამოხვედი შემეხმიანე და მოხვედი სტუმრად და ჩაწერე ეს საუბარი და ვისურვებდი კიდე შევხვდეთ და სხვა ქმნილებების განვიხილოთ. მადლობა საშა და მადლობა მოწვევისთვის და წარმატებები კაცმანის პოდკასტზე.